შუადღე მშვიდობის. მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა მერი. გამარჯობა, მოკლედ დღეს საათნახევრის განმავლობაში, როგორც ყოველთვის, პირდაპირ ეთერში ვიქნებით. მე და ჩემი კოლეგა პაატა ძიძიგური, მე მერი ნაკაშიძე და შევეცდებით საინტერესო თემები გაგიზიაროთ თქვენთვის, როგორც პაატა იტყო და ერთმანეთს ვაბრალებთ ყოველთვის ხო? გამოიწერონ. ხო, აუცილებლად ჩაერთეთ Facebook-ის საშუალებით და სხვა პორტალებზე, სადაც გვიპოვით. და მიიღეთ მონაწილეობა ჩვენი გადაცემის დაგეგმარებაში. მანამდე ახლა ნახოთ ანონსი და მე დაგიბრუნდებით. დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. ევროპის ტესტირების კვირეული, სტუმრად, ორგანიზაცია იმედის პროექტების კოორდინატორი მირანდა შხენტი. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ბათუმის სამედიცინო აკადემიაში. სტუმრად ელენე კურტანიძე და სოფო ჯინჯარაძე. Pleksi აცხადებს რეგისტრაციას, საოჯახო სასტუმროს მართვა და მომსახურება. გადაცემაში სტუმრად კოლეჯ Pleksi-ის სასწავლო ადმინისტრაციული პროცესების მენეჯერი გიორგი ფუტკარაძე და პროფესიული განათლების მასწავლებელი თენგო დოლიძე. და ბოლოს, რუბრიკა მერის წუთი. გადაცემაში სტუმრად გია ჯაჯანიძე. მოკლედ დავიწყეთ გადაცემა, პირველივე თემა სამედიცინო გვაქვს და ვილაპარაკებთ დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე, იმიტომ რომ წარმოგიდგენთ მედიცინა იმდენად წინ წავიდა, რომ ადრე თუ მაგალითად იყო დაუშვათ მკურნალობა იყო მხოლოდ რეაქცია, ასე ვთქვათ, დაავადებაზე, როდესაც ადამიანები უბრალოდ გამოავლენდნენ ხოლმე უკვე ფაქტებს და მე აფასებდნენ თუ რასთან ჰქონდათ საქმე და მკურნალობდნენ კაცმარიცის რით, ნელ-ნელა გამოიგონეს პრეპარატები, ნელ-ნელა განვითარდა ეგ ამბავი, საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ დღეს არსებობს სხვადასხვა ტექნოლოგიების და ექიმების და მეცნიერების გონის ჩართულობით ხდება ლამის წინასწარ გარკვევა თუ რა გვჭირს, გაგვემართება და შესაბამისად პრევენცია იმ დაუშვათ სავარაუდო დაავადებების, რაც შეიძლება დაგვემართოს. ამ შემთხვევაში ვისაუბრებთ ევროპის ტესტირების კვირეულზე, რომელიც გადის სლოგანით ჩაიტარე ტესტირება, გაიგე დიაგნოზი და იმკურნალე. საქმე შეეხება აივ ინფექციებს და ჰეპატიტებს, კერძოდ C და B ჰეპატიტზე ვილაპარაკებთ. ჩვენი სტუმარია ქალბატონი მირანდა შხენტი, ორგანიზაცია იმედის კოორდინატორი. გამარჯობა მოგწონთ. გამარჯობა. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მოგწონთ. მოგვიყევით თქვენს ორგანიზაციაზე პირველ რიგში. მე უკვე ვილაპარაკოთ თვითონ დიაგნოსტიკაზე. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, აღნიშნული საკითხის წამოწევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ესეთი კვირეულები, აქციები ტელევიზიით შუქდება და ამას ფართო საზოგადოება იგებს. ჩვენი ორგანიზაცია 2005 წლიდან მოღვაწეობს აჭარაში. ეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობს და ძირითადად პრევენციული საკითხებით ვართ დაკავებული და უკვე 2018 წლიდან, ასე ვთქვათ, C ჰეპატიტის ელიმინაციის პარკლებში მოგვეცა საშუალება, რომ ჩართულიყავით და მკურნალობის კომპონენტი გაგვეხორციელებინა. რატო გახდა სავალდებულო, მაგალითად C და B ჰეპატიტების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით გამხდარიყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ მოგვეხსენება ეს დაავადებები გახშირებული ფორმით, ვიცით, გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, კიდევ არის სტატისტიკის მიხედვით ამ კუთხით პრობლემა, რომ ჭირდებათ ადამიანებს ზუსტად ცნობიერების ამაღლება. არის ხოლმე დაავადებები, სადაც შეიძლება გაგონილიც კი არ ქონდეს ადამიანს და სიახლე იყოს, მაგრამ C და B ჰეპატიტს წლებია ჩვენ ვებძვით. კი ბატონო, 2015 წლიდან საქართველოში დაიწყო ელიმინაციის პროგრამა. 10 წელია უკვე მიმდინარეობს ეს პროგრამა და ასობით და ათასობით ადამიანი ისევ დარჩენილია პროგრამის მიღმა. ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება ადამიანებამდე და ამის რუტინულად განხორციელება. როგორც ტელევიზიებით, ასე ვთქვათ, სამთავრობო სტრუქტურების ჩართულობით, რუტინულად უნდა განხორციელდეს აბსოლუტურად ყველა ნაბიჯ ქმედება, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს C ჰეპატიტის მკურნალობის შესახებ და რამდენად ვერაგია ეს დაავადება და ჩაერთონ მკურნალობის კომპონენტი. აი უფრო სიღრმისეულად რო ვისაუბროთ, ხო, აი ნაბიჯ ვიცით, რომ სიღრმისეულად რუტულად, მაგრამ როგორ, აი დავიწყოთ თავიდან, როგორ ხდება ამ ყველაფრის მიწოდება, სტატისტიკა, როგორი გვაქვს ამ ეტაპზე და სად გვაქვს პრობლემები?
აი კიდევ ერთხელ აღნიშნავ 2015 წლიდან მიმდინარეობს ელიმინაციის პროგრამა და 100.000-მდე ადამიანია უკვე ჩართული პროგრამაში და 98% განკურნებული შედეგი გვიდევს. ასე ვთქვათ, ელიმინაციის პროგრამას არანაირი ბარიერი არ აქვს, არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს. ერთადერთი ისევ და ისევ მივდივართ ინფორმაციის, ასე ვთქვათ, არარსებობზე რაღაც გარკვეულ ფენებში მოსახლეობის. გაუძლო მირანდა, ანუ მოწყვლადი ჯგუფების გარდა მიუხედავად ისე რომ დღეს ქირურგიულ პირობებში უმკურნალობთ ხოლმე, მაინც არის ხო ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც მოწყვლად ჯგუფში არ შედის, მაინც შეიძლება საიდანღაც აღმოჩნდეს რაღაც რა თქმა უნდა, კი ბატონო. დავადებოდა ამ ადამიანს ჩვენაც დანარჩენებმაც უნდა ვიცოდეთ, ხო, რეალურად. რა სიმპტომის შემთხვევაში უნდა მოგმართოთ. ანუ ზოგადად ის კულტურაც ნელ-ნელა ინერგება ალბათ, ხო, წელიწადში ერთხელ შევიმოწმოთ ჯანმრთელობა მით უმეტეს აქ უფასოდ შეგვიძლია გავაკეთოთ ეგ ამბავი და მართლაც ეს C-ჰეპატიტი მანამდე აი ინფექციასთან იყო გატოლებული თავისი ვერაგობით და დღეს ძალიან ბევრი მითი არსებობდა. კი ბატონო. ჩვენ არა მარტო მოწყვლად ჯგუფთან მუშაობთ, არამედ ზოგად პოპულაციას, ანუ ზოგად მოსახლეობას ყველას აბსოლუტურად შეუძლია მობრძანდეს ჩვენთან ორგანიზაციაში და გაიკეთოს სკრინინგ ტესტირება. ანუ მარტივი ტესტირება. ეს არის პირველი ნაბიჯი, როცა შეგვიძლია ჩვენ გავიგოთ სწრაფი მარტივი მეთოდით, არის ადამიანის ორგანიზმში ჰეპატიტის ვირუსი თუ არა. შემდეგ როცა უკვე აღმოჩნდება ადამიანის ორგანიზმში C-ჰეპატიტის ვირუსი, აქვე ვაკვალიანებთ ჩვენთან ორგანიზაციაშივე, გვაქვს ჯინ ექსპერტის აპარატი. ეს აპარატი რას ნიშნავს? ეხლა კონფირმაციული კვლევა კეთდება ამითი, ვირუსი მრავლდება ადამიანის ორგანიზმში თუ არა, ეს უკვე მეორე ნაბიჯია. შემდეგ უკვე როცა აღმოჩნდება, რომ ადამიანის ორგანიზმში ვირუსი მრავლდება, აქვე ჩვენთანვე პროგრამაში, ჩვენთან სერვის ცენტრში არის ელიმინაციის პროგრამა და ვრთავთ მკურნალობაში. ნუ ეს სურვილის დამიხედვით ჩვენთან აჭარაში ჩართულია ერთი ინფექციური საავადმყოფო და მეორე ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია, სადაც შეიძლება C-ჰეპატიტზე მკურნალობა. კი ბატონო, ყველაზე ასე ვთქვათ პრობლემური რა არის ხოლმე აი ადამიანის მომართვიდან მე თვითონ ჩვენშია საქმე ვინც მიმართავს იცით რა პრობლემებს გქონით ხოლმე საზოგადოება აი მე მაგალითად ვისაუბრებ ჩემი მოწყვლადი ჯგუფი და ვისთანაც მუშაობთ. სხვათა შორის ზოგად პოპულაციასთან მიმართებაში არ გვაქვს ეს პრობლემა. ვინც ჩვენთან სერვის ცენტრში მოდის, აი ბოლომდე მიყვება ხოლმე ინსტრუქციას ნაბიჯ-ნაბიჯ მოდიან. კი ცოტა რთულია მათთან მუშაობა, მაგრამ ამდენი წლის გამოცდილება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აი ბოლომდე მივიყვანოთ ადამიანი განკურნებამდე, ასე ვთქვათ. ზოგად მოსახლეობაში ცოტა გვიჭირს, მოკლედ ბოლომდე მიყვანა. როგორი რაღაც არის, იცით C-ჰეპატიტს არ აქვს ესეთი გამოვლინებული რაღაც ტკივილი, რაღაც პრობლემა, არ აწუხებს ადამიანს. მას ხვანაირად ალერგია მკვლელსაც ეძახიან, ისე მიდის ბოლომდე, ასე ვთქვათ, ციროზამდე ეს დაავადება, რომ საერთოდ შეიძლება არაფერმა არ შეგაწუხოს. ეხლა კი იცით, ჩვენი კულტურა რაღაცნაირად წელიწადში ერთხელ ძლივსაც ვახერხებთ ხოლმე მისვლას სამედიცინო დაწესებულებამდე და გამოკვლევას. ნუ პრევენციის მიზნით უნდა მივმართოთ რა თქმა უნდა, კი ბატონო, ეს პრობლემა. აი წელიწადში ერთხელ სხვა შემთხვევაში გამოვლინება არ აქვს. არ აქვს. არანაირი გამოვლინება არ აქვს, ისე შეიძლება დაიშალოს ღვიძლი, ასე ვთქვათ, რომ საერთოდ არაფერმა არ შეგვეწყვეტ. ეგ უკვე ბოლო სტადია, რომ უკვე ყველაფერი შეგვაწუხებს და დაგვიანებულია მკურნალობაც. კი ბატონო, ანუ ის თავარი ქარხანა რაც ამუშავებს ნივთიერებებს იმისთვის, რომ ჩვენთვის მისაღები იყო, ის თავარი ქარხანა. თავარი ფილტრი კი. ციროზი სწორად თუ გახსოვთ, დარწმუნებული ვარ სკოლიდანაც რაღაც ინფორმაცია, ეს არის ფუნქციური უჯრედების განადგურება. შეიძლება ღვიძლი ფორმას ინარჩუნებს იგივეს, მაგრამ ფუნქცია აღარ აქვს. ეს საინტერესოა ამ პროგრამის ფარგლებში თვითონ მიმართვიანობის კუთხით. ძალიან დაგვიანებულია მათი მომართვიანობა. თუ აი პრევენციის მიზნითაც არიან მოსულები, აი აქ როგორ ხდება, ეს არის საინტერესო. აიცით რა, როგორ 50-50-ზე არის რომ პრევენციული კუთხითაც ეს სასიხარულო ამბავია პრევენციული კუთხით თუ არიან. კი, მაგრამ ნუ მაინც ისევ მივდივართ იქამდე რომ ის რაც 10 წლის უკან დავიწყეთ მუშაობა საინფორმაციო კუთხით, გაშუქებით და რუტინულად ხდებოდა ამ ამაზე საუბარი, ისევ იქ უნდა მივიდეთ რომ ის ასობით და ათასობით ადამიანი ბოლომდე ჩავრთოთ, მოვიყვანოთ მკურნალობის პროგრამამდე და გავკურნოთ. კი ბატონო და ამ 7 დღის განმავლობაში 19-დან 26-მდე კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, გაგვცა საშუალება მოქალაქეებს მიმართოთ შესაბამის ორგანიზაციას და მიიღოთ სერვისი, რომლის საშუალებითაც თუ დაგიდგინდებათ და უშუალოდ იგივე C-ჰეპატიტი, შეგიძლიათ პროგრამაში მოხვდეთ და უსასყიდლოდ უფასოდ თქვენთვის, ასე ვთქვათ,
ჯანმრთელობის კარი ბოლომდე გაიღება, ამას არაფერი არ ჯობია. 19 და 26 მაისს არის ეს ტესტირების კვირეული, რაც მნიშვნელოვანია და თქვენ რომ დაანონსოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს. კი ბატონო, დეტალურად რომ გაუზიაროთ. კი ბატონო, ესე იგი 16-დან 26 მაისში ჩათვლით ევროპის ტესტირების კვირეული ბათუმში და სხვადასხვა ლოკაციებზე განხორციელდება. ესე იგი 12 საათიდან 6 საათის ჩათვლით, ეს იქნება 16 მაისი თბილისის მოედანი, 17 მაისი Просто ავირიე ხა მომდევნო კვირას უნდა გადასულიყო 26 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სხვადასხვა ლოკაციები, ესე იგი ორშაბათი, სამშაბათი იქნება თბილისის მოედანი ბათუმი, ესე იგი სამშაბათს ქობულეთში ვიქნებით მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოთხშაბათს ვიქნებით ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე 12-დან 6 საათამდე მობილური ამბულატორიის ჯგუფი იდგება თავისი სამუშაო ჯგუფით და უფასოდ აბსოლუტურად ყველა შეიძლება ამოსვლა და ტესტირების ჩატარება როგორც ჩვენს მოწყვლად ჯგუფს, ასევე ზოგად მოსახლეობასაც. ტესტირებები ჩატარდება C ჰეპატიტზე, B ჰეპატიტზე, HIV ინფექციაშიძე და სიფილისზე. ეს ჩვენს მოწყვლად ჯგუფში, ხოლო ზოგად პოპულაციაში მხოლოდ HIV ინფექციაშიძე და C ჰეპატიტზე. მომართვიანობა როგორია ისე, როდესაც იწყებთ ამაზე მუშაობას? ანუ უფრო ერთმანეთს გადასცემენ ხოლმე ინფორმაციას და მოდიან თუ ესე აგვირდებიან და მოსდევენ დაუშვათ ინფორმაციას? აი ჩვენს მოწყვლად ჯგუფზე ვიტყვი პირველს, აი გადასცემენ ხოლმე ერთმანეთს და ძალიან კარგად მუშაობს ეს სისტემა, რომ ერთს მოყავს მეორე, მესამეს ესე დაუშვათ გავრცელდება, რომ აი ამ ადგილას დაუშვათ ამ კონკრეტულ დღეს ესეთი აქტივობა ტარდება, მივიდეთ, ჩავიტაროთ ტესტირება. აი ზოგად პოპულაციაში აი ხედავენ გარეთ ხოლმე ბანერები გვიდგას წარწერებით და რაღაცებით, კითხულობენ, მოდიან და ინტერესდებიან. მეორე, მესამე დღეს უფრო აქტივობა, დაუშვათ პირველი დღისგან განსხვავებით, მე უფრო მეტი ადამიანი იგებს და პროცედურა უმკვნეულოა ალბათ. რა თქმა უნდა, უმკვნეულოა, აი სუპაწუწუს შპრიცითაც არა, პატარა სკალიფიკატორით კეთდება თითიდან ვიღებთ სისხლს და 4 ინფექციაზე ზუსტად 5-დან 6 წუთის განმავლობაში ვაძლევთ პასუხს ადამიანს. რა თქმა უნდა, იქ კიდე პროცედურებია, კონსულტანტები ესაუბრებიან და უშუალოდ სხვადასხვა რაღაცების გამოკითხვა კეთდება და შემდეგ უკვე პასუხის გაცემა. და დაუშვათ ამ შემთხვევაში დადებით პასუხის შემთხვევაში ხდება თავიდან ბოლომდე დაკვალიანება ადამიანის თუ რა პროცედურები გაიაროს იმისთვის რომ ალბათ ფსიქოლოგიური მზაობაც საჭიროა, იმიტომ რომ არ არის ახლა ალბათ მაგაზეც მუშაობთ. დაიგოთ ეს დაავადება. კი ბატონო, სოციალური მუშაკები ჩართულიანია, როცა კონსულტანტი უკვე გასცემს პასუხს, შემდეგ უკვე სოციალური მუშაკის მეშვეობით ხდება ბოლომდე მიდევნება აი დადებითი შედეგის შემდგომ პაციენტზე. კი ბატონო, მაშინ დაგემშვიდობები წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ ჩვენს და იმ დღეს ვისურვებ, როდესაც დაუშვათ ეს არ იქნება უკვე დაავადება ახმოიცხოვება. საერთოდ იქნება ანუ ერთი რიგითი გაციებასავით თუ რამე დაგვემართებოდა, იქიდან ძალიან მალე განკურნებით, თუმცა ჩვენზეა დამოკიდებული როგორც ვთქვი, რაც უფრო მეტად ინფორმირებული ვიქნებით და ცნობიერება გვექნება ამაღლებული, აი თქვენისთვისაც მუშაობთ ამდენი წელი. შესაბამისად ეს დაავადება ასეთი სავალალო აღარ იქნება როგორც იყო 2015 წლამდე. კი ბატონო, აღნიშნული აქციების რა თქმა უნდა, შედეგიც ეს არის. ჩვენი სტუმარი იყო კალბატონი მირანდა ჟღენტი, ორგანიზაცია იმედის პროექტების კოორდინატორი, ჩვენ რამდენიმე წამში დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა. ვაგრძელებთ ჩვენ გადაცემას, ასევე საინტერესო თემით, დღევანდელ მსოფლიოში, სადაც შრომის ბაზარი მუდმივად ცვალებადია და პრაქტიკული უნარები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, პროფესიული განათლების მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. ამ რეალობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბათუმის სამედიცინო აკადემიას, რომელიც თავის საგანმანათლებლო პროგრამებით მრავალ ახალგაზრდას აძლევს საშუალებას შეიძინოს ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ისეთი მიმართულებებით, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება რეალურ ცხოვრებასა და დასაქმების ბაზარს და ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა მოვიწვიოთ სტუდიაში სტუმრები ელენე კურტანიძე, ბათუმის სამედიცინო აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და სოფო ჯინჭარაძე, კბილის სატექნიკო საქმის პროგრამების ხელმძღვანელი. გამარჯობა, მოგესალმებით, უღრმესი მადლობა რომ დაგვითმეთ რომ მობრძანდით. პირველ რიგში მოდით ვისაუბროთ აკადემიის ზოგად ხედვასა და მისიაზე, მინდა რომ სიღრმისეულად გავაცნოთ მაყურებელს აი ამ პროგრამის, აი ამ მისიის შესახებ. დიდი მადლობა მოწვევისა და ამ თემით დაინტერესებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ პროფესიული განათლებისადმი ინტერესი არის საკმაოდ მზარდი. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის აღსანიშნავია ის, რომ პროფესიული განათლება
წარმოადგენს განათლების იმ მიმართულებას, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდს კონკრეტულ პროფესიულ სფეროში დასაქმებისათვის საჭირო უნარებისა და ცოდნის შეძენას დროის შედარებით მცირე მონაკვეთში. რაც შეეხება ბათუმის სამედიცინო აკადემიას, ის საგანმანათლებლო მიმართულებას ახორციელებს ჯანდაცვის მიმართულებით. ამჟამად მიღება გვაქვს გამოცხადებული 3 პროგრამის მიმართულებით, ეს არის კბილის სატექნიკო საქმე, ფარმაცია, სააფთიაქო და საექცნო განათლება. ეს როგორც ვიცი, კბილის სატექნიკო საქმის პროგრამის ხელმძღვანელი გახლავართ მე. კი ბატონო და არის პირველი ეს. ეს არის ერთ-ერთი პირველი, საერთოდ 3 ქალაქში ხდება ამ პროგრამის განხორციელება და დასავლეთ საქართველოში მხოლოდ ჩვენთან, ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ხდება ამ პროგრამის განხორციელება. აღსანიშნავია, რომ ეს ხდება თანადაფინანსებით, სახელმწიფო აფინანსებს ამ პროგრამას. თუნებას მომცემთ გამარტავ, ვინ არის კბილის ტექნიკოსი, ალბათ საინტერესო იქნება. ეს არის სპეციალისტი, რომელიც მუშაობს ან სატექნიკო ლაბორატორიაში, ან სტომატოლოგიურ კლინიკაში და ექიმის სტომატოლოგის მიერ აღებული ანაბეჭდის საფუძველზე ამზადებს სხვადასხვა მოსახსნელ თუ მოუხსნელ კონსტრუქციებს. როგორც სტომატოლოგიის სხვა დარგები, ეს დარგი საკმაოდ სწრაფად ვითარდება და სულ უფრო მზარდია მოთხოვნა დამსაქმებლების მხრიდან ამ დარგის პროფესიონალ წარმომადგენლებზე. ამიტომ აკადემია წარმატებით ახორციელებს უკვე 1 წელი ამ პროგრამას. საკმაოდ მოთხოვნადი პროფესია გახლავთ. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ისიც, რომ ჩვენი მეორე კურსის სტუდენტები, რომლებიც უკვე ახლა ასრულებენ პროგრამას, სრულად არიან დასაქმებულები ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში და ისინი გადიან ანაზღაურებად სტაჟირებასაც. კი ბატონო. დიახ, ასევე აღსანიშნავია, ალბათ საინტერესო იქნება ის ფაქტიც, რომ წარმატებული სტუდენტები აიღებენ ორენოვან დიპლომს. ეს უმნიშვნელოვანესია. დიახ, ისინი შეძლებენ საზღვრულ დასაქმებას როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც. კი ბატონო, თქვენთან უნდა გადმოვიდეთ ელენე. ანუ თქვენ ხართ ბათუმის სამედიცინო აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. უამრავ მოლაპარაკებას ეხართ, უამრავი სიახლეები გაქვთ. რა გამოწვევების წინაშე დგეხართ? მოგესალმებით, მეც კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის, რაც შეეხება ჩვენს გამოწვევებს. ნამდვილად ძალიან დიდი გამოწვევა ბაზარზე, იმ მხრივ რომ ჯერ ეს ერთი ის ბაზარასაც ჩვენ ვამზადებთ სტუდენტებისა, როგორც სოფომ აღნიშნა, უკვე სრულად დასაქმებულები არიან წარმატებულად დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში. აქედან მინდა გადავიდე იმაზე, რომ ძალიან ბევრი პარტნიორი ორგანიზაცია გვყავს, როგორც აჭარაში, ასევე საქართველოს დედაქალაქშიც. ასევე გავდივართ უკვე საერთაშორისო ბაზარზე, გვქონდა რამოდენიმე დაფინანსება საერთაშორისო მოპოვებული, ერთ-ერთი იყო წელს ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც ფარგლებშიც უნიკალური სტუდენტთა კარიერული გზამკვლევი შემუშავდა ორგანიზაცია საურსასთან ერთად, რაც მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ რჩევებს ჩვენი სტუდენტებისათვის, იმისათვის, რომ როგორც სწავლის პროცესში, ასევე სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ მათ უფრო გაუმარტივდეთ დასაქმება, საქმის მოძიება, კარიერული განვითარება და ასე შემდეგ. ძალიან ბევრ ორგანიზაციასთან მიმდინარეობს ახლა მოლაპარაკებები, რომ უკვე გქონდეს ვთქვათ საშუალება იმისა, რომ ჩვენი სტუდენტები როგორც უფრო აღნიშნეთ ორენოვანი დიპლომით დაასრულებენ სწავლას და შეეძლოთ გაგრძელება, რა თქმა უნდა, შეუძლიათ უკვე ამ დიპლომით დასაქმება სხვაგან, მაგრამ ასევე რომ ვთქვათ ტრენინგები, კარიერული განვითარება, გადამზადება უკვე უცხოეთშიც გაიარონ. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და საფო თქვენთან მაქვს კითხვა, პროგრამა რამდენ ხანგრძლივობით რამდენ ხანს მოიცავს? 2 წელს მოიცავს. პირველი კურსი არის სრულად თეორია, მეორე წლიდან უკვე ისინი გადადიან ჩვენი პრაქტიკის ობიექტებში, სადაც ვისთანაც გვაქვს ხელშეკრულება დადებული ლაბორატორიებში და უკვე პრაქტიკული უნარჩვევების შეძენა ხდება მეორე წლის განმავლობაში სრულად. აი დასაქმებული მაგალითად კურსდამთავრებულები საინტერესოა მათი უკავშირი, ემოცია. ელოდებოდნენ თუ არა აი ამ კუთხით, რომ თქვენი თანადგომა მნიშვნელოვანი იქნებოდა მათთვისაც. ჩვენ გვაქვს უამრავი кейსი, იმის როგორი კმაყოფილები არიან შემდგომ სტუდენტები, ყოველდღიური შეხება მაქვს ფაქტობრივად მათთან და ძალიან უხარიათ ის ფაქტი, რომ მათ შეძლეს თავის წარმოჩენა პრაქტიკის ობიექტებთან უშუალოდ სწავლის პროცესში და არ დასჭირდათ იმისთვის, რომ ანაზღაურებადი სტაჟირება გაეარათ, კურსის სრულად დასრულება. ანუ ფაქტობრივად მათ შეძლეს უშუალოდ სწავლის პროცესში უკვე მეორე წლის ბოლოს ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარეს უკვე დიპლომის აღებამდეც. შეზღუდულია თუ არა ასაკი და რაოდენობა? ასაკი შეზღუდული არ არის. მთავარი მოთხოვნა ეს არის, რომ გააჩნდეს სრული ზოგადი ატესტატი და ეს რაოდენობა შეზღუდული
გვაქვს 15 აპლიკანტის მიღება შეგვიძლია ყოველწლიურად ჩვენ ხელმძღვანელობთ ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე და ჩვენ მთავარი მიზანია რომ სრულად დასაქმდეს ყველა ის სტუდენტი რომელიც გაივლის ჩვენს კურსს. ყველა ამაზეა დამოკიდებული თქვენი პრესტიჟი ხო? ბეგში გასწავლე, ესე იგი შენ თუ დასაქმდი გამოდის რომ დამოკიდებული რა თქმა უნდა, ძირითადად პროფესიული კუთხით ალბათ დეფიციტიც იყო, იმიტომაც არის მოთხოვნა რომ კადრების მრავალფეროვნებაც იყოს და დიახ, მადლობა ამ შეკითხვისთვის, იმიტომ რომ მე როგორც პრაქტიკოსი სტომატოლოგი ვარ, ხშირად ძალიან დიდი გამოწვევის წინა შევიდექით, როდესაც ბათუმში არ გვყავდა ბევრი ესეთი გამოცდილი ტექნიკი, გვიწევდა სხვა ქალაქებში სამუშაოს გაგზავნა და ამიტომ ძალიან მოხარული ვარ მე როგორც ერთ-ერთი რიგითი სტომატოლოგი, რომ ჩვენს გვეყოლება ბაზარზე ესეთი ტექნიკები, რომლებიც შეგიძლიათ ჩვენს ქალაქში დაამზადოს. ეს საინტერესოა, იმდენად მოთხოვნადი და აქტუალური პროფესია, რომ ამ კუთხით რატომ არ იყო დაინტერესება და ალბათ თქვენი ეს მხარდაჭერაც, აქტივობაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ცნობადობის გაზრდის კუთხით, რომ დავაინტერესოთ ახალგაზრდა. ხან ის ხო ძალიან ძველია, ადამიანს ერთი გული აკეთო 32 კვილიო და დეფიციტი იყო. იყო რამდენიმე წლის წინ ახორციელებდა ბათუმის სამედიცინო აკადემია ამ პროგრამას, შემდგომ რაღაც პრობლემების გამო მოხდა შეჩერება, ეს არ მხოლოდ ბათუმის სამედიცინო აკადემიაში, ზოგადად დასავლეთ საქართველოში არცად არ ხორციელდებოდა და შარშან გადაწყდა, რომ ისევ დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, რომ დაგვეწყო ეს პროგრამა და ნამდვილად განიერია. ელენე, მოკლედ გარდა ამ შევეხოთ თქვენს აუცილებლად განმანათლებლო პროგრამებს, რითი გამოირჩევა, რა არის ის პრიორიტეტი ზუსტად თქვენი კუთხით, რომ აი ესე ინტერესდებიან სტუდენტები, დასაქმება გავიგეთ, მაგრამ კიდევ რა პროგრამებს თავაზობთ? გარდა თბილისის სატექნიკო საქმისა, ასევე გვაქვს ინოვაცია სააფთიაქო და საექნო განათლების პროგრამა, რომელიც ასევე მოიცავს სტაჟირებებს, ანუ სწავლა მიმდინარეობს მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. პრაქტიკულ ნაწილს უკვე ანაზღაურებად სტაჟირებებს გადიან და ძალიან კარგია ის მომენტი, რომ იქ სადაც უკვე გადიან ანაზღაურებად სტაჟირებას, ხშირად იმავე კომპანიებში რჩებიან. მოკლედ ბანდაც ამ შემთხვევაში ალბათ იგივე მოთხოვნებია, ხო? დიპლომისა და ორენოვანი დიპლომი აქვს ქართულ და ინგლისურ ენაზე. სააფთიაქო 2 წლიანი, ანუ ხანგრძლივი პროგრამა არის, 2 წელში სრული პროფესია გაქვს და შეგიძლია რომ დასაქმდე. ხოლო რაც შეეხება საექნო განათლებას, უკვე 3 წლიანია და აქაც იგივენაირად ორენოვანი დიპლომი გაიცემა. ანუ ექთემზეც მოთხოვნა გაიზარდა და ექთნობაზეც ალბათ, ხო? იმიტომ რომ წლებია გვესმოდა ხოლმე, რომ ანუ რაღაცნაირად დაუფასებელი პროფესია, იმიტომ რომ ექთანს უწევს ძალიან ბევრი მუშაობა და დაუშვათ ანაზღაურება შესაბამისი არ იყო. ალბათ ამ კუთხითაც შეიცვალა და ამიტომაც გაიზარდა. კი, ბაზარიც მოთხოვნებიდან გამომდინარე და ასევე იმ მატერიალურ ბაზიდან რაც გაგვაჩნია, იქიდან ანუ ბაზარიც შეიცვალა, ასევე ეს მოთხოვნებიც გაიზარდა ამის შესაბამისად, ანუ დადებითი ზრდა არის ბაზრის. კიდევ ერთი რასაც ბათუმის სამედიცინო აკადემია ცდილობდა და დღეს უკვე კარგად უცვლით, ის არის რომ შეიცვალა ის სტიგმა იმასთან დაკავშირებით, რომ კბილის ტექნიკი უნდა იყოს მაგალითად მხოლოდ მამაკაცი და ბიჭი და ძირითადად ბიჭების დაინტერესება იყო, ისევე როგორც აი მედი და მხოლოდ გოგონები უნდა ყოფილიყვნენ. ეხლა მივიღეთ ის შედეგი, რომ საექნო განათლებას როგორც ბიჭები ყავს, ისევე გოგონები და პირიქით კბილის სატექნიკოზეც იგივენაირად. რამ გამოიწვია ეს ცვლილება, საინტერესოა? დადებითმა გამოცდილებამ, იმან რომ დაინტერესება გამოიწვიეთ ბიჭების აი სხვადასხვა იმ პრიორიტეტებით, ასევე ანუ აქტივობებით ჩაატარეთ. ან ჩვენი ბოლო-ბოლო ზოგადად გაიზარდა როგორც ვიხდი მოთხოვნა, იმიტომ რომ დაინახეს ახალგაზრდებმა და ადამიანებმა ვინც სწავლობდნენ, რომ ეს პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ეს არაა მარტო ხო ხანდახან აი ყველას რო იურისტობა, ექიმობა და რაღაცა უნდა და მხოლოდ ეს ტოპ პოზიციები და ანუ ხოლმე დაფიქრდე იმაზე, რომ აი პოზიციებში, ეს პირამიდებში ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია ყოველ საფეხურზე და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. მით უმეტეს ექთანი, რომელიც თუ პირველია პაციენტთან კონტაქტში და 24 საათი მეთვალყურების დღის სკოლაში. ფაქტობრივად ექიმია, ოღონდ უკვე ექთანი. სოფო, თქვენ კიდევ რაღაცის თვალატყავ. მინდა დავამატო, რომ გარდა ამ პროგრამებისა, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან სტუდენტურ ცხოვრებას ვთავაზობთ სტუდენტებს. ანუ ისინი იღებენ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობას. ახლახან დაბრუნდნენ ისინი თბილისიდან, სადაც სპორტულ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. ეხლა ქალბატონი ელენე ატარებს ფოტოგრაფიის მნიშვნელოვან კურსს. სხვადასხვა პროგრამებში, ინტელექტუალურ თამაშებში არიან ჩართულები, სხვადასხვა კონფერენციები იმართება. ამიტომ მათ არა მარტო კარგი აკადემიური განათლება ელოდებათ, არამედ ძალიან
დასამახსოვრებელი სტუდენტური ანუ კარგი ატმოსფერო, კარგი განწყობა, აი ჩვენ მქონდა გუშინ საოცარი თემა და თამაშ ცხოვრება სწავლის დროს. თამაშით შესაძლებელია ბავშვი მივიყვანოთ იმ გზამდე, რომ დავაინტერესოთ წიგნის კითხვაც და უფროსებსაც ჭირდება წახალისება, კარგი გარემო, ატმოსფერო და ეს არის თქვენთან, რაც მნიშვნელოვანია მოტივაციისთვის. კი ბატონო. და ასაკეთ სპეციფიკში შეზღუდული არა არის. ვიხდი, საერთოდ დებისფერ ასაკ შეუძლია ეს ძალიან ბევრი აპლიკანტი გვყავს 40 წლის ზემოთ, რომელმაც მიიღეს სრული განათლება, მაგრამ შემდეგ ვერ პოვეს თავიანთი თავი ბაზარზე და გადაწყვიტეს, რომ პროფესიული განათლებას დაეუფლონ და საკმაოდ წარმატებით საქმდებიან. ანუ ასაკის შეზღუდვის შემთხვევაში არ წააწყდებიან ხო რაღაც ბარიერებს, მაგალითად, რომ ეს პროფესია მოითხოვდეს წლების განმავლობაში განათლების მიღებას, პრაქტიკებს, იმიტომ რომ ეხლა არის პროფესიები, სადაც თუ მაგალითად 18-19 წლიდან არ ეუფლები, შეუძლებელია ფიზიკურად შემდეგ. ჩვენს შემთხვევაში ასაკი არანაირ შეზღუდვას არ უწესებს მათ. ჟანიერი, რა გაქვთ სამომავლო გეგმები, რომ გაგვიზიაროთ? სამომავლო გეგმები გვაქვს, რომ აღნიშნავ, რომ 20 მაისამდე მიმდინარეობს რეგისტრაცია ჩვენ საგანმანათლებლო პროგრამებზე და თქვენს მაყურებელს მინდა მოვუწოდო, ვისაც სურვილი აქვს და დაინტერესებულია, რომ მოასწროს რეგისტრაცია. რაც შეეხება მომავალ გეგმებს, როგორც უკვე აღნიშნეთ, გვინდა რომ საერთაშორისო ბაზარზეც გავიდეთ და ამაზე ძალიან კარგ და დიდ ნაბიჯებს ვდგამთ უკვე. ასევე როგორც უფრო აღნიშნა სხვა არა მხოლოდ განათლებას ვაძლევთ, არამედ team building-ზეც მუშაობთ და გვინდა რომ ძალიან საინტერესო სტუდენტური ცხოვრება შევთავაზოთ ჩვენ სტუდენტებს. Das nun ძალიან დიდი გეგმები გვაქვს და მინდა რომ უფრო მეტ მასშტაბებზე გავიდეთ. ორა კარგი იქნებოდა ჩემი სტუდენტობის დროსაც მოგინდა. აი მსგავსი გამოწვევები, თამაშები მომწონდა ყოველთვის სხვათაშორის საერთაშორისო უნივერსიტეტებში იყო ხოლმე მსგავსი რაღაცა. ჩვენ ხშირად ფილმებით ინფორმაციით შეგვეძლო ამ ყველაფრის ათვისება და გული მწყდებოდა რომ ჩემ ქვეყანაში არ იყო და დღესდღეობით სტუდენტებს უამრავი შესაძლებლობა აქვთ, უამრავი პროფესია, რომ აი ძალდატანებით არ იყოს ეს ყველაფერი და იყოს წახალისებით, პოზიტივით და კარგი ატმოსფერით. და როგორც ვიხდი, მთავარი მაინც ის არის, რომ რახან საერთაშორისო ბაზარზე გადიხართ, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ მიღებული ცოდნა არაფრით არ ჩამოუვარდება სხვაგან მიღებულ ცოდნას და შესაბამისად ამ ხალხის გადინება, გამოდინების პრობლემა არა, ისევე როგორც სხვა შეუძლია ჩამოვიდეს და იმუშაოს ლიცენზირების შემთხვევაში, ასევე ჩვენს შეუძლიათ მოიპოვონ აღიარება დიპლომის და თავისუფლად ასაკუთვნიან ევროპის. შესანიშნავი, რომ ძალიან მაგარი შეგრძნება, როდესაც იცი, რომ ანუ რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც შეიძლება ბაზარი გადაჯერებულია შენი კოლეგებით, შენ თამამად შეგიძლია აპლიკაციაში ავსო სადმე სხვაგან და უბრალოდ წახვიდე და იმუშაო და თუ მოგინდება მერე დაბრუნდე, ანუ თუ არ მოგინდება, იქაც დაიმკვიდრო ადგილი. კი ბატონო, უღრმესი მადლობა დაგემშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ. სტუმრად ყავდა სტუდიაში ელენე კურტანიძე, ბათუმის სამედიცინო აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და სოფო ჯინჭარაძე, კბილის სატექნიკო საქმის პროგრამის ხელმძღვანელი. ჩვენ რამდენიმე წამში დაგიბრუნდებით. მოკლედ პაატა შესანიშნავი პროგრამები, აქტივობები, რეგისტრაციები მიმდინარეობს კიდევ ერთხელ ვიცლიდით პროფესიით კიდაღამ პროფესია შევიცვალეთ. სხვათა შორის ხშირად დავფიქრებულ ვარ, ნუ რაც არის ალბათ ჩვენთან ახლოს, ძალიან კარგი და ესეთი შესანიშნავი სტუმრები რო გვყავს საგანმანათლებლო სივრცეში, რამე ახალი ხო არ ამეთვისებინა და სხვათა შორის იყო შარშან მსგავსი სკილვილის აკადემიაში სოციმედიის მართვის კურსზე ჩავაბარე და ეხლა ისე დაკვირვებით უსმენდი შენ რო ხო კბილის ტექნიკის არა, ახლა შევშენი მომდევნო თემა ახლა დავაკვირდი, რასაც აპირებ, იქაც უკვე არის ახალი პროფესიის შეძენის შანსი და მე მგონი რომ გაგვაცნობ ხო, თან არის შესანიშნავი ის, რომ ასაკი არ არის შეზღუდული და ეს რომ გვახსენდება და ვიგებთ ამ ინფორმაციას, ყოველთვის გვაქვს უფლება ვისწავლოთ, ხო? სწავლის ძირი მწარი არის, კენწეროში გატკბილდებიო, მიყვარს ეს ქართული ანდაზები. მოკლედ, სიტყვა რო არ გამიგრძელდეს, ამჟამად უნდა ვისაუბროთ კოლეჯ ბლექსზე, რომელიც აცხადებს რეგისტრაციას საოჯახო სასტუმროს მართვასა და მომსახურებას ღვინის მარნის მასპინძელი. შესანიშნავი, ესე ვთქვათ, პროფესიების ათვისება შეუძლიათ სტუდენტებს და რეგისტრაციის შესახებ თუ როგორ მიმდინარეობს, რას თავაზობს კოლეჯი ბლექსი ამ მიმართულებით დაინტერესებული
დაინტერესებულ ადამიანებს სტუმრად მოვიწვევთ სტუდიაში გიორგი ფუტკარაძეს კოლეჯ ბლექსის სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესების მენეჯერს და თენგო დოლიძეს პროფესიული განათლების მასწავლებელს. მოგესალმებით. თენგო მოკლედ მრავალმხრივად ხარ ყველა პროგრამაში თუ აქტივობაში ჩართული და ძალიან სასიამოვნოა. მე და პაატაც ახლა ვფიქრობდით ახალი პროფესიის შეძენაზე ხოლმე. ანუ გვაქვს ეს გამოწვევებიც, იმიტომ რომ არ არის ასაკის შეზღუდული. მოდით ვისაუბროთ აი საოჯახო სასტუმროს მართვასა და მომსახურეობის კუთხით, რა სიახლეები გვაქვს დაინტერესებული ადამიანების მიმართ. გამარჯობათ, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ამ მიმართულებით გვაქვს სიახლე ის, რომ დავიწყეთ კოლეჯ ბლექსმა ახალი პროფესიული მომზადების პროგრამის დანერგვა საოჯახო სასტუმროს მართვა და მომსახურების სერვისი. აღნიშნული პროგრამით დაინტერესებული პროფესიულ მსმენელებს საშუალება აქვთ მიიღონ საოჯახო სასტუმროს მიმართულებით განათლება, ეს ეხება როგორც არის მაგალითად მასპინძლობის სერვისი, როგორც არის კერძების მომზადება, იმიტომ რომ აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს კერძების მომზადებას ან საუზმეულის შეთავაზებას, ასევე სერვისი და სერვირება, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისათვის, რომ მსგავსი, ასე ვთქვათ, პროფესიით დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ ეს უნარები, ძირითადად და ასევე სოციალური მედიის მართვა, ეს დავნერგეთ პროგრამაში, იმიტომ რომ ხშირად მაგალითად Facebook გვერდზე როგორ განათავსონ თავისი საოჯახო სასტუმროს გარეშე უკვე 21 საუკუნეში შეუძლებელია ვინმე მართავდეს რამე ბიზნესს ან თუნდაც პირად კომპანიას. დიახ, აღნიშნული პროგრამა განხორციელება კოლეჯ ბლექსის შუახევის მისამართზე, ხოლო ღვინის მასპინძლობა ღვინის მარანში განხორციელდება ქედის მისამართზე. უშუალოდ შინაარსობრივ ნაწილზე ერთ-ერთი მასწავლებელი ყავს თენგო, რომელიც უფრო სიმართლედ ისაუბრებს თუ რას ისწავლია ჩვენი პროფესიული მსმენელები და მოუწოდებ ყველას დაინტერესდნენ პროფესიული განათლებით, მიიღონ პროფესიული განათლება, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე ვიცარგებლებ თქვენი ეთერით და მოუწოდებ მათ, ვინც დაინტერესებული პროფესიული განათლებით, აი პროგრამებით, რომელიც გვაქვს ჩვენი რეგისტრაცია, მიმდინარე რეგისტრაცია, ეს გახლავთ მაგალითად სადიპლომო პროგრამებზე, ეს არის ელექტროობა, შედუღება 20 მაისს სრულდება, როგორც ვთქვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასე რომ იაქტიურეთ, დაინტერესდით პროფესიული განათლებით, მიიღეთ სხვადასხვა პროფესია, რამე თუ არაფერი არ შობია იმას, როცა აკეთებ საქმეს, რომელიც გიყვარს. ამ შემთხვევიდან სამთენგოსთან გადავალთ, ანუ პროგრამიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში თქვენი აპლიკანტი უნდა ფლობდეს თვითონ ამ საოჯახო სასტუმროს და მარანს თუ შეიძლება უბრალოდ ისწავლოს და მერე სხვასთან დასაქმდეს. ამ მხრივ შეზღუდვა რა გვაქვს, შესაძლებელია როგორც ფლობდეს საოჯახო სასტუმროს ან ღვინის მარანს, ასევე კონდეს სურვილი სამომავლოდ საოჯახო სასტუმროს ამ მიმართულებით ბიზნესის განვითარების ან თუნდაც დასაქმეს ამ მიმართულებით, ასე რომ საკმაოდ ფართო სპექტრია, მით უმეტეს ტურიზმი ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით აჭარის რეგიონში სამთო ტურიზმი და სოფლა ტურიზმი უკვე ვითარდება და შესაბამისად ჩვენც გადავწყვეტეთ, რომ ამ მიმართულებით შეგვეთავაზებინა ზემო მთიანეთში მცხოვრები პირებისთვის აღნიშნული პროგრამით. კი, იმიტომ რომ ძალიან კარგია ამ კუთხით რომ გააკეთეთ ფოკუსირება, ნამდვილად ტურიზმი ახსენეთ და აი ეს ყველაფერი მომსახურება იქნება, ღიმილი იქნება, მირთმევა იქნება, მასპინძლობა, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის კულტურა, რომელიც სწორად უნდა გადავცეთ თუნდაც ტურისტს. თენგო გისმენთ აბა? მე აუცილებლად უნდა დავიწყო ასე, სულხან საბას განმარტებით ლექსიკონში ტერმინი მასპინძელის შესახებ ვკითხულობთ. ეს არის სახლისა და ლხინის უფალი. კი ბატონო. ჩვენ ამ ორივე პროგრამაზე ამოვდივართ ამ ძირითადი ღირებულებიდან და გვინდა იქ ცხოვრებ ადამიანებს მიუცეთ შესაძლებლობა, ჩვენ მივიდეთ ჩვენი რესურსებით და მიუცეთ შესაძლებლობა დაეუფლონ ისეთ პროფესიებს, რომელიც შემდგომ მათ დაეხმარებათ, რომ განავითარონ როგორც თავიანთი რაღაცა ბიზნეს იდეა, ხედვა და ამ შემდეგ, გარდა ამისა დასაქმდნენ და იყვნენ რეალიზებული ადამიანები. იმიტომ რომ ამ კუთხით აუცილებელია დარწმუნებული ვარ, მოთხოვნაც ძალიან დიდია და დასაქმებაც არ იქნება ამ შემთხვევაში
ეს ყველაფერი ეფუძნება გარკვეულ სტატისტიკურ მონაცემებს, კვლევას, მოთხოვნას და ამის მიხედვით დგება ბუნებრივია ეს პრობლემები. ასევე ვისარგებლებ თქვენი ეთერით და მადლობას გადავუხდი ყველა იმ ადამიანს, ადმინისტრაციას, მოწვეულ მასწავლებლებს, რომლებმაც ეს ორი პროგრამა შეიმუშავეს. აქ ნამდვილად ძალიან დიდი ადამიანური რესურსი არის ჩადებული და მე მიხარია რომ ერთ-ერთი მათგანი ვარ მეც. თქო რა მიმართულებებს ასწავლით ყოველი თქვენგანი დავუშვათ ან კონკრეტულად აი მე მაგალითად ვასწავლი სტუმართ მასპინძლობას და ღვინის ტურიზმს. არ ვიცი ასე გამოვიდა. როცა ახალგაზრდა ვიყავი ძალიან ბევრს ვსწავლობდი და ამასობაში ძირითად პროფესიებთან ერთად სომელიეც გახლავართ და აქედან გამომდინარე როგორ უნდა მოხდეს ღვინის წარდგენა, დეგუსტაცია, შეთავაზება, ზოგადად ამ მიმართულებით როგორ უნდა ვიყოთ, როგორ უნდა ვიპოვოთ ფული, განავითაროთ რაღაცა ბიზნესი და ამ შემდეგ ამის გაზიარებასაც ვახერხებთ. სომელის უდიდესი პასუხისგებლობა აკისრია, ნუ ტურისტებზე რა თქმა უნდა, ხაზს უსმევ, ქართველებმა უმეტად ვიცით ღვინის ფასი და ჩვენი ქვეყნის ეს სიმდიდრე, მაგრამ წარმოიდგინეთ სომელებს ზუსტად ისეთი ღვინო უნდა შეურჩიოთ ჩვენს ტურისტს, რომ დააინტერესოს, შეაყვაროს, კულტურა უხსნას და შემდეგ მოვიდეს და მეორე შეიძინოს ან გადასცეს ეს თავის ახლობელს. ღვინო ადამიანის თვისებების და მისი გამოხატვის მიხედვით უნდა შეირჩეს. რა ურთიერთობის რა ფორმასაც გამოვავლენს მოკლედ ადამიანი ამის მიხედვით ხდება. თუ ის უფრო მსუბუქია, შესაბამისად ნახევრადკბილი ღვინო უნდა შეხვდეს. აი მე მიყვარს, ეხა კითხვა მქონდა თქო გაგაცაჭია. იცით რა ის რომ თქვი რომ ნახევრადკბილი ღვინო მიყვარს, თქო ესე მიპასუხეს შენო ღვინო არ გწოდნია რა არისო. მშრალი ღვინოა კარგი და როგორ არ მწოდნია ხო მე რაც სიამოვნებს. მე ის მინდა რომ მივირთო მშრალი, ჩემთვის მძიმეა. კი, ნამდვილად ასეა. გემოვნების ამბავია და თან ჩვენს განწყობასაც უნდა მივუსადაგოთ. თუ ადამიანი ცოტა უფრო მეტად მძიმეა, მას აუცილებლად უნდა შევთავაზოთ თეთრი, მშრალი ღვინო, რომელიც ცივად მიირთმევა. და ის მის სიმსუბუქეს შეუწყობს და ასე შემდეგ. ეხლა ცოტა ბლექსისაც რო დავიბრუნდე. ხო, აი ჩვენ ახლა პროფესიული კუთხით დაგისვით კითხვა. მე მინდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით უკვე 8 წელია ვარ ამ გუნდის წევრი და მეც ამ გუნდთან ერთად ვითარდები. აქ ძალიან საინტერესო, კვალიფიციური და ძალიან კარგი ადამიანების ერთობაა მოკლედ ეს გუნდი და დღეს სწორედ მათი დამსახურებაა რომ აქ ვარ, ხო, ამ რაღაცა ამ ერთობას წარმოვადგენ. ბუნებრივია ეს ორივე პროგრამა მოდული ძალიან საინტერესო საგნებით არის დაკომპლექტებული მიმართულებებით, მათ შორის PR სტრატეგიის დაგეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს მერე იმ ყველაფრის ჩვენებას სოციალურ მედიაში, რასაც ვასწავლით, რაც უნდა გააკეთონ, უნდა შესთავაზონ, იმიტომ რომ მარკეტინგს და საერთოდ ბიზნეს ერთი მარტივი პრინციპი მართავს, ხო, რაც არ გაშუქდა, არ მომხდარა. შესაბამისად, ჩვენ ამასაც ვუწყობთ ხელს. და აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ ყველა მასწავლებელი, ყველა ის მოწვეული ადამიანი, ვინც ამ მოდულის განხორციელების ფარგლებში არის ჩართული, არის პროფესიით პირდაპირ დაკავშირებული სფეროსთან და შესაბამისად მოსწავლეები, ეს მსმენელები, სტუდენტები გარკვეულ კომპეტენციებს პრაქტიკული კომპონენტების მიხედვითაც ასე ვთქვათ, განივითარებენ. ამ კუთხითაც რასაკვირველია ძალიან საინტერესოა ეს მიმართულებები და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ შედეგს, რომ ადამიანებს ეცოდინებათ როგორ მართონ სწორად და ეფექტურად და ეფექტიანად საოჯახო სასტუმრო და როგორ უნდა იყო კარგი ღვინის მარნის მასპინძელი. ან თუნდაც საოჯახო სასტუმროს პრობელი, რომელიც შეძლებს თავისი სერვისის შეთავაზებას და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით და განსაკუთრებით მთიანაჭარში განმავითაროთ, სწორად განმავითაროთ ეს ბიზნესი და ჩვენი, ასე ვთქვათ, კურსით დაინტერესებული პროფესიული მსმენელები დარწმუნებული ვარ, მიიღებენ ხარისხიან განათლებას, რომელსაც შემდეგში გამოიყენებენ სამომავლოდ. რეგისტრაცია როდის მიმდინარეობს, როგორ მიმდინარეობს და ვისა აქვს შესაძლებლობა რომ დარეგისტრირდეს? კი ბატონო. რეგისტრაცია მიმდინარეობს და დასრულდება 27 მაისს. 13-ში დაიწყო. დაინტერესებული ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მთავარი კრიტერიუმი გახლავთ ის, რომ უნდა კონდეს განათლება, ანუ საშუალო განათლება, ზოგადი განათლება. კი ბატონო.
სხვათა შორის ჩვენ მაღალმთიანი აჭარა ვახსენეთ და საოჯახო ბიზნესი ჩვენთან ნამდვილად კარგად არის განვითარებული. არ ვიცი ხა ცოდნა ისე პროფესიულად გაიარეს თუ არა, თუნდაც აი ტირალსთაზე თუ ყოფილხართ, ჩვენ იქ ძალიან ბევრი საოჯახო სასტუმრო ვიცით, სადაც ძალიან ბევრი ტურისტი დადის და თავისით ახერხებენ ქართველები ამ ყველაფერს, რაც სასიხარულოა და აი ამ კუთხით რომ განვითარება უფრო წინ წავა და კიდევ უფრო მეტი კარგი საოჯახო სასტუმრო გვექნება ან დაინტერესებული პიროვნება და სტუდენტი იქნება ამ კუთხით, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. მე ვფიქრობ რომ კონკურენციაში რო შეხვიდე, ამისთვის აუცილებლად დამატებით რაღაც უნარებს უნდა ფლობდე. შესანიშნავია ნამდვილად ასია პატა გეთანხმები და აქვე ვიტყვი ზოგადად ქართველებს საერთოდ გქონია რომ ჩვენ ყველაფერი ისედაც ვიცით. მე ამ ბიზნესს ისედაც მართავ, რაში მჭირდება თქვა თამაში დროის ხარჯვა, ეს ხომ ისედაც კარგად მიდის და ასე შემდეგ. ეს ასე არ არის. მოვუწოდებ მათ, ვისაც აქვს ეს ბიზნესი, მართავს უკვე რამდენიმე წელია, ჩვენ დავეხმარებით მათ, რომ ეს ყველაფერი გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მომგებიანი გახდეს. დანერგონ ახალი სერვისები, ყოველი ახალი სერვისი, ახალი შეთავაზებული პროდუქტი, სხვანაირად გაკეთებული შეთავაზება ზრდის ეკონომიკურ შემოსავალს. იმიტომ რომ როგორც პატამახსენე კონკურენციამ შეიძლება შემდეგ და ასევე ბაზარზე ჩნდებიან ჩვენი ბიზნესის პარალელურად ჩნდებიან კონკურენტები. იმისათვის რომ ვებრძოლოთ ამ კონკურენტებს, გვჭირდება ცოდნა, აუცილებლად ძალიან ხარისხიანი ცოდნა და ის კომპეტენციები, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენ მიერ შემუშავებული პროდუქტების სწორად და ეფექტურ შეთავაზებას. და ჯანსაღ კონკურენციაში შევალთ და არა კიშფში. ყველა თან არის, იმიტომ რომ ჯანსაღ კონკურენციის შემთხვევაში თან არსებობა შესაძლებელია და შეჯიბრება გულისხმობს ამ შემთხვევაში იმას, რომ ვინ უფრო უკეთესი იქნება და ჯამში არა მარტო ეს ხალხი ვითარდება მფლობელები, არამედ სფერო ვითარდება და ნუ ქვეყანაც ვითარდება. ანუ გამოდის, რომ ორ ადამიანის კონკურენციაში შეუძლია მთელი სფერო განავითაროს და მთელი ქვეყანა. კი, რა თქმა უნდა, თვითონ სწავლების პროცესიც მინდა რომ ვთქვა, პრაქტიკული კომპონენტებით არის გაჯერებული. ჩვენ თანამშრომლობთ რეგიონის სხვადასხვა რეგიონში არსებულ სხვადასხვა მარნებთან და ისეთ დაწესებულებებთან, რომელიც იდენტურ პროდუქტებს აწარმოებენ და შესაბამისად ჩვენ სტუდენტებს არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ ცოდნასაც ვუზიარებთ. მაგალითად, ჩვენ გქონდა ასეთი ტიპის გამოცდილება, როდესაც ვეწვიეთ მარან შატო ივერს ქედაში და იქ ჩვენ ბავშვებმა თავის მხრივ თავიანთი თეორიული ცოდნა გამოავლინეს და პრაქტიკულად ნახეს როგორ ხდება ეს ყველაფერი. ხომ იგივე ვენახის მოვლა, ვთქვათ, შემდგომ ღვინის დაწურვა, გადატანა კასრიდან ბოთლში როგორ ხდება და ასე შემდეგ. ზოგადად ეს პროცესი არის ძალიან საინტერესო. შენ დგახარ გაცნობიერებულად იმ თაობის წინაშე, რომელსაც შენგან უნდა ცოდნის მიღება. შენ მათგან იღებ შთაგონებას, ისინი გაძლევენ მიმართულებას და შენ უზიარებ შენს აქამდე დაგროვებულ ცოდნას და გამოცდილებას. ეს არის ძალიან საინტერესო. მე თვითონაც ვსწავლობ და მადლობას ვუხდი საბოლოოდ იმ სტუდენტებს, რომლებთა გამოც მე დღეს ვარ ზუსტად ამ გუნდის წევრი. არ წარმომიდგენია, რომ ამ გუნდს ვუღალატ და ძალიან უწევს აქ ყოფნა. თქვენ სოციმედიის მართვის კურსიც ახსენეთ, ანუ შედისო ერთ-ერთიო და უნიშნულოვანესია ნამდვილად დაგეთანხმებით, იმიტომ რომ შემდეგ რაც თენგომ ისაუბრა, ეს ყველაფერი წარმოვაჩინოთ, გავაშუქოთ. ეხლა ვისაც გვაქვს შესაძლებლობა რომ ვიჯდეთ პირდაპირ ეთერში და ამ ყველაფერზე ვისაუბროთ, მარტივია, მაგრამ ადამიანს, რომელსაც აქვს ბიზნესი, აუცილებელია ფლობდეს ამ უნარებსაც. თუმცა სოციმედიის მართვას მხოლოდ ცოდნა და თეორია არ საჭიროებს, ასევე საჭიროებს მობაილ ფოტოგრაფია, ვიდეო გადაღება, აი ეს ტექნიკური მხარე როგორ არის ამ კუთხით, იმიტომ რომ თუ ეს ტექნიკაში არ გავიარეთ, მხოლოდ თეორია ჩვენ ვერაფერს ვერ მოგცემს რეალურად. რა თქმა უნდა, კურსი ითვალისწინებს აღნიშნულს, ასევე ითვალისწინებს თუ როგორ უნდა განათავსოს თუნდაც ფოტო იმისათვის, რომ ის ფოტო იყოს მარკეტინგულად გაყიდვადი, სწორად სოციალურ მედიაში, ასე რომ ამ მიმართულებით რა თქმა უნდა გვაქვს და შინაარსობრივ ნაწილში ჩადებულია აღნიშნული პროგრამა. ეს კურსი ცალკე გაქვთ სოციმედიის მართვა თუ შედის? თან არის, კი ბატონო, თან არის და ითვალისწინებს. პროგრამის სხვა ღირებულ მხარეებზეც რომ გესაუბროთ, აქ არის ისეთი საინტერესო მოდულები, როგორიცაა მაგალითად სტუმართმასპინძლობა, ბუნებრივია, ღვინის ეტიკეტი და მართვა, სერვირება. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ხელს უწყობს
ძალიან პროფესიონალი ადამიანის ჩამოყალიბებას, რომელსაც სხვადასხვა მიმართულებით აქვს კომპეტენციები განვითარებული და მას შეუძლია როგორც ასე ვთქვათ მოახდინოს სტუმრის მიღება, განთავსება, ასევე სხვადასხვა სერვისების შეთავაზებაც და ამ კუთხითაც ძალიან საინტერესოა ჩვენ მიერ შემუშავებული პროგრამები. და ალბათ რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში ასეთ ადამიანებს მე შეუძლიათ ცოდნის გაზიარებაც. კი ბატონო, რა თქმა უნდა. აი თუნდაც ელემენტარული რა ვიღოთ, გვესტუმრა, სტუმარი ხო, ვიზიტორი ხო, საოჯახო სასტუმრო გვაქვს, აი საუზმეული კერძის მომზადება. კი, ყველა ოჯახმა იცით, ძალიან გემრიელად ამზადებენ განსაკუთრებით მთიან აჭარაში დიასახლისები, მაგრამ აი სერვირების კუთხით არა მხოლოდ ჩვენ ვასწავლეთ აი კერძის მომზადებას, იმიტომ პროგრამა ითვალისწინებს კერძის მომზადებასაც, არამედ სერვირებასაც, აი რომ მიწოდება, როგორ მივაწოდოს სწორად სტუმარს, იმისათვის რომ აი თუნდაც კარგი ბორანო როგორ წარმოვაჩინოთ ისე რომ აი ზღაპრულ კერძად ისერებოდეს როგორც გემისა ხა ხო ყველაფერს აქვს თავისი ეტიკეტი, თავისი წესი, თავისი გარემო, ატმოსფერო და აი ეს კომპონენტები ერთად გაერთიანებული ქმნის პროფესიულ ბაზარს და პროფესიონალურ კადრებს. აი რაც პაატამ და თენგომ ისაუბრა, რომ ბაზარი უკვე იზრდება, კონკურენცია დიდია და ყველაფერი წინ მიიწევს სწრაფად და რო არ ჩამოვჩეთ დროს, ტურისტებიც რა იყოს დაკმაყოფილებული და არა მარტო ტურისტები, ჩვენც აი ამ ქალაქის წარმომადგენლები თუნდაც ვიღაცას შეიძლება არ ქონდეს გასიჭური პროგრამა. ანუ შეიძლება იყოს შენი შრომით კმაყოფილი. რა თქმა უნდა. ესაც რაღაცას ერთ წრეს დაარტყამ, ასე თქვა, სტუმრის მიღებიდან გაცილებამდე, უნდა გზომდე თავს, რომ ყველაფერი გააკეთეს ედმიწევნით და არაფერი არ გამოგჭა და თუ გამოგჭა, ეს შენთვის გაკვეთილი იქნება და მეორეჯერ უკვე დამშვა გამოსწორ. ამის დანახვაც უნდა შეგეძლოს ნამდვილად ძალიან კარგი რაღაც თქვი პაატა, შენ უნდა მოგწონდეს ის საქმე, რომელსაც სარაშიც ხარ ჩართული, აქედან გამომდინარე და უნდა გესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ის, რასაც აკეთებ მათთვის. მით უმეტეს თუ ეს რაღაც ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას ემსახურება, ხომ? გარდა ამისა, როდესაც ეხები ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც არის ღვინო, ქართველებისათვის, აქ კიდევ უფრო მაღალია ჩვენი პასუხისმგებლობა, ამრიგად ჩვენ ვთავაზობთ ნამდვილად ძალიან კარგ პროგრამას და მე ვფიქრობ, რომ ამ პროგრამის კურსდამთავრებული არა მხოლოდ კარგი, ვთქვათ, ღვინის, მარნის მასპინძელი, არამედ კარგი თამადაც იქნება და ღირსეულად გაიცავს ქართული სუფრის ღირებულებას სტუმრებთან, როდესაც ექნება ღვინის წარდგენის შესაძლებლობა. აქვე დავამატებ როგორც ერთი, ასევე მეორე პროგრამა ითვალისწინებს ინგლისური ენის შესწავლას, ასი საკონტაქტო საათია, მარტივი, ასე ვთქვათ, ინგლისური იმისთვის რომ დამყაროს კონტაქტი ვიზიტორთან და შეძლოს ყველანაირი პროგრამა გქონია და ამ ერთ კურსზე. დიახ, საკმაოდ ისეთი 20 მაისამდე გაქვს რომ არა, 27 მაისი, 20 მაისი, 22 მაისი სრულდება რეგისტრაცია სხვა პროგრამებზე. შვენიერი წარმატებებს გისურვებთ. იმისათვის მე ერთ რჩევას მოგცემთ მაინც, იმისათვის რომ შენ სხვა დროს თუ თქვათ სუფრაზე არ იქნება ნახევრად ტკბილი ღვინო, ან ისეთ გარემოში სადაც თქვენ იქნებით, შეეცადოთ მიირთვათ თეთრი მშრალი ღვინო, სასურველია თხილეულთან ერთად და არ დააყოლოთ წყალი. ასე უფრო კარგად შეიგრძნობთ მის გემოვნებას და ვიდრე დალევდეთ, აუცილებლად სამჯერ დაატრიალეთ საათის ისრის მიმართულებით ღვინის ბოკალი. პატარა მიდი ლექსია ჩაგვითარა თენგო მიხარ. დანარჩენს აი დაისტრიბებით ჩვენს პროგრამაზე სიამოვნებით გაგიზიარებთ. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. მოკლედ აქაც გადაზიარების პრინციპია, ვინც ვიყურებთ და დაინტერესდით და ფიქრობთ, რომ თქვენი მეგობარი ახლობელი ასე ვთქვათ, საჭიროებს ამ პროგრამაში ჩართვას, შეგიძლიათ გადასცეთ ეს ინფორმაცია, ან აყურებინოთ ეს თავიდან მოწონებას დაგვემატება Facebook-ზე და თქვენთვისაც სასარგებლო რაღაცას გააკეთეთ. და ქალებს კიდევ ერთხელ გავუმეორებ, რაც პროფესიონალმა სომელიამ მირჩია, ვისაც გვიყვარს ნახევრად ტკბილი ღვინო და არ არის სუფრაზე, შეგვიძლია მოვითხოვოთ თეთრი მშრალი და მივაყოლოთ თხილეული. ცივად და რა თქმა უნდა სამჯერ ესე შემოვატარო. კი ბატონო. რეგისტრაციასთან დაკავშირებით იჩქარეთ 27 მაისს დასრულდება რეგისტრაცია, რაც შეეხება თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეთ Facebook გვერდზე College Blix Facebook. ძალიან მადლობა. მე არ დამოუკიდე, მაგრამ მეთქობა რომ ღვინო მიყვარს და ბატონი გიორგი ადმინისტრაციის წევრია და მაინც ამ წესებს ბოლომდე უფრთხილდება. კი ბატონო. მოგესმინოთ მას. შესანიშნავი ამბავია 27 მაისამდე გაგვდრო, მერე უკვე დაილოდებით მომდევნო
წრეს. ხელოდებით ისმენდება Black-ი ყოველთვის გვახარებს და ახარებს ადამიანებს, ვისაც უნდა საკუთარი თავი აღმოაჩინოს თავიდან ან საკუთარ პროფესიაში გახდეს უკეთესი. ჩვენ რამდენიმე წამში დაგიბრუნდებით. მოკლედ რახან ამ თემას გავყევით, ბარების ისიც უნდა ვთქვათ, რომ მომდევნო თემას გავსი იქნება, ამ შემთხვევაში ისევ ტურიზმზე ვლაპარაკობთ, ისევ hospitality management-ზე, ქართულად რო გადმოვთარგმნით, ეს არის მართვა, ამ ისევ და ისევ hospitality არის სტუმარ მასპინძლობა ამ შემთხვევაში და მასპინძლობის ეფექტიანობის გაზრდაზეა საუბარი და პროფესიული კონფერენციაზე უნდა ვილაპარაკოთ, მნიშვნელოვან გამოწვევებს და ასე შემდეგ და ჩვენი სტუმრები არიან ნინო ჯიშიაშვილი, სტარტაპ ბიუროს პროექტების მენეჯერი, მობრძანდით თუ შეიძლება და მარიკა აბულაძე, ბანკის მარკეტინგის გაყოფილების ხელმძღვანელი, მობრძანდით თქვენაც. შევადღე მშვიდობის. შევადღე მშვიდობის. ერთდროულად შემეძლო, რა. ამ შემთხვევაში დაუშვათ მსგავსი თემა იყო მანამდე, მაგრამ ეხლა უფრო ჩავდეტალდებით ამ სტუმარ მასპინძლობაზე და hospitality management-ზე. რა გამოწვევების წინაშე შევდგავართ, აი როგორც წინა სტუმარმა აღნიშნა, ხშირად გგონია რომ რაღაცა უფრო მეტად ვიცით, ვიდრე ვიცით ხოლმე. დანინ კრუგერამდე რო არ ჩავიდეთ. თქვენ აგვიხსენეთ, რა გამოწვევების წინაშე დგას, აი თითოეული ადამიანი, ვინც უნდა მოხვდეს საბოლოო ჯამში ამ კონფერენციაზე და გაიგოს ახალი ამბები. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. მოკლედ გეტყვით სტარტაპ ბიუროზე, ეს არის კომიუნიტი ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში ავითარებს სამეწარმეო ეკოსისტემას. გვაქვს საინტერესო ფორმატები, როგორც არის აქსელერაციის პროგრამები, ჰაკათონები, ბუტკემპები. ეს კონკრეტული კონფერენცია შეეხო მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას. ეს იყო რეგიონული ბიზნეს შეხვედრების სერია, რომელიც ბათუმში არ გაჩერდება და გაგრძელდება საქართველოს სხვა რეგიონებშიც. მაგრამ პირველი ბათუმში ხარ. პირველი გაჩერება ბათუმში იყო, კი. ამ კონფერენციაზე შევეხეთ საკმაოდ საინტერესო თემებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, გვქონდა საკმაოდ საინტერესო პანელები, როგორც არის სეზონური გამოწვევები ბაზარზე, ტურისტულ ქალაქში და მათი ოპტიმალური გადაწყვეტილებები. გვყავდა საინტერესო მოდერატორი მამუკა ბერძენიშვილი, ტურისტების დამფუძნებელი, ასევე გვყავდნენ სპიკერებად Dreamland Oasis-ის წარმომადგენლები, Castello Mares და ასევე ELT გრუპის წარმომადგენლები, რომელმაც ისაუბრეს რეალურად რა გამოწვევების წინაშე დგას ბაზარი, რა შეიძლება გაკეთდეს ამისთვის. და რა გამოწვევების წინაშე დგას ბაზარი და რა შეიძლება გაკეთდეს. საკმაოდ ბევრი თემა იყო, მაგალითად კლიენტების თემას შეეხნენ, რამდენად ცვალებადია სეზონურობიდან გამომდინარე, ასევე პერსონალი, რომელიც ზაფხულში უფრო სჭირდებათ სამუშაო, შეიძლება სეზონზე არც არის ესეთი დატვირთული, მაგრამ აუცილებელია მათი მოყვანა და ბათუმი უკვე 4 სეზონის ქალაქი გახდა და ზაფხულს ამდარ შემოდგა. ნუ ეს ჯერ უფრო თეორიაში ძალიან გვინდა ასე რომ იყოს და სხვა შორის ბარემ თუ წვრილვანდებით, ანუ ზამთარში ან ადრეულ გაზაფხულზე ჩამოსულ სტუმარსა და ზაფხულში ჩამოსულ სტუმარს შორის დიდი განსხვავებაა ხოლმე. როგორც მოთხოვნები განსხვავდება? მათი საუბრიდან გამომდინარე, როგორც ჩანს განსხვავდება, მაგრამ როგორც მივხვდით, არა უბრალოდ როგორც ზაფხული და ზღვა, არამედ მაის ტურიზმზეც იყო საუბარი, ასევე იყო საუბარი შეხვედრებზე, კონფერენციების ჩატარებაზე, რამდენად აუცილებელია და რამდენად ეხმარება სასტუმრო ბიზნესი ამაშიც რეგიონს. ასევე მეორე პანელზე მინდა ვისაუბრო, რომელმაც უკვე გარდა გამოწვევებისა ისაუბრა მომავალზე, რა შეიძლება გაკეთდეს. აქ ყავდა ტურიზმის ალიანსის წარმომადგენლები, თამუნა თანდაშვილი იყო მოდერატორი და ყავდნენ ბათუმიდან ყველაზე ტკბილი წერტილის დონას წარმომადგენელიც, რომელმაც ისაუბრა რა შეიძლება გაკეთდეს სამომავლოდ ბაზარზე, როგორ შეიძლება მცირე და საშუალო ბიზნესი მცირედან გადავიდეს საშუალოზე, საშუალოდან გაიზარდოს და მგონია რომ აუდიტორიამაც საკმაოდ საინტერესო რჩევები მიიღო მათგან, ასევე იყვნენ წარმომადგენლები აჭარა გრუპიდან, ჰილტონიდან, როგორც ახსენეთ ტურიზმის ალიანსიდან და დარწმუნებული ვარ, როგორც ჩვენ ორგანიზატორებმა ვისიამოვნეთ, ისე აუდიტორიამაც საინტერესო რჩევები და ინფორმაცია მიიღეს ამ კონფერენციიდან. კი ბატონო, თქვენ მაშინ კითხოთ აი საბანკო საქმეს ამ შემთხვევაში რა ფუნქცია აქვს, ვიცით ყველა, მაგრამ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა განსაკუთრებული მიდგომები და როლია ხო? კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და თქვენი წინასწომრები ალბათ რო გწოდნოდნენ ძალიან კარგი სპიკერები იქნებოდნენ ალბათ გუშინდელ ღონისძიებაზე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ის ამბავი, რომ ცოდნა გაზიარდეს. სწორედ ბანკის ეგიდით მოხდა პროკრედიტის ზუსტად ეს კონფერენცია და ძალიან დიდი მადლობა ნინის და გუნდს ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაზიაროთ ცოდნა და ბანკებს გარდა იმისა, რომ ფინანსური მხარდაჭერაა ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით მაშინ, როცა სეზონურ ბიზნესებს
ეხება, ძალიან რთული არის, რომ სწორად მართო დაგეგმო გარდა სეზონურობისა, რომელიც რა თქმა უნდა დამოკიდებულია ამინზე და ეს ყველამ ვიცით, ძალიან მნიშვნელოვანია ის რყევები, რაც შეიძლება იყოს გეოპოლიტიკური, კოვიდზე ისაუბრეთ ძალიან ბევრი მიუხედავად იმისა, რომ 3 წლის წინ უკვე დამთავრდა, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო მაშინ ზუსტად სტუმარ მასპინძლობის სფეროსთვის და ზუსტად მაგ დროს როგორ ხდება დაკრედიტება, რა შეიძლება გააკეთოს ბანკმა იმისთვის, რომ ხარი დაუჭიროს და მცირე საშუალო ზომის განსაკუთრებით სასტუმროებს და კვების ობიექტებს არ შეექმნათ მომავალში ფინანსური პრობლემები. შესაბამისად, ბანკის როლიც ამ შემთხვევაში ცოდნის გაზიარება იყო გუშინდელი კონფერენციის შემთხვევაში, გამომდინარე იქედან, რომ რაც უფრო ინფორმირებულია ბიზნესი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მართოს, როგორ დაგეგმოს, გარდა იმისა, რომ რაღაც კონკრეტული, ესე რომ ვთქვათ, ცოდნის გაზიარება ხდება ჰოსპიტალიტის ნაწილში, ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსურად სწორი დაგეგმარება და გარკვეული ნაწილი ზუსტად კონფერენციის დაეთმო იმას, თუ როგორ უნდა გავთვალოთ, რა სტატისტიკა არსებობს, როგორ მუშაობენ თუნდაც ბრენდული სასტუმროები ჩვენ ქვეყანაში და რა ცოდნის გაზიარება შეუძლიათ და როგორ ხდება მათ შემთხვევაში ამ ყველაფრის ისე დაგეგმა, რომ მომავალში თავიდან აირიდონ გარკვეული მოკლედ პრობლემები რა. ძალიან კარგია, საფრთხილოც არის და ცოდნის ამაღლების კუთხითაც შესანიშნავია, მაგრამ აი პრაქტიკიდან გამომდინარე ამ კუთხით, მაინტერესებს თუ როგორ არის მდგომარეობა რეალურად, რა კი გახდა საჭიროება, რომ ეს ყველაფერი დაიხვეწოს, კი გვესმის და ძალიან კარგია, მაგრამ აქამდე რა მდგომარეობა იყო? თვითონ ბანკის გადმოსახედიდან პრინციპში პროკრედიტი გამომდინარე იქედან, რომ შედარებით მოკლედ 26 წელია ბაზარზე ვართ, თუმცა რაღაც პერიოდი ჩვენ მცირე და უფრო მცირე ბიზნესების დაფინანსება რაღაც პერიოდით დავაპაუზეთ, შესაბამისად ამ სფეროში ჩვენ თავიდან შევდივართ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარი დავუჭიროთ ზუსტად პატარა ბიზნესებს, რომელზეც საბოლოოდ ძალიან დიდი წილი დგას ეკონომიკის და არა მხოლოდ იმ დიდ ბიზნესებს, რომლებიც ნამდვილად სამაგალითონი არიან ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებით აჭარა გრუპი იყო ჩვენ თული იყო წინა სეზონიც და ამ სეზონზეც ძალიან კარგი მოლოდინები აქვს პრინციპში. რასაც ცდილობენ არის ის, რომ დაეწიონ ამ ყველაფერს ტექნოლოგიურად, ტრენდები შეიცვალაო თქოს და განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომ თუ მაგალითად ბუკინგიდან და მსგავსი ტიპის პლატფორმებიდან იჯავშნებოდა სასტუმროები, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ინდივიდუალურად ამ კონკრეტული სასტუმროების და კვების ობიექტების სოციალურ ქსელში წარმოდგენას, ციფრულ სამყაროში წარმოდგენას, იმიტომ რომ პირდაპირ ჯავშნები გაიზარდა, ამ კუთხით მოხდა ცოდნის გაზიარება პრინციპში და არ ვიცი, იმედია კარგი სეზონი იქნება, თუმცა მოლოდინები საკმაოდ კარგი აქვთ. ისეთ წინასწორებთანაც უნდა აგვეღნიშნა, მაგრამ გვიანი არ არის, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ რა შეიძლება სოციმედიაში სასწავლები აკეთო, მაგრამ საბოლოო ჯამში, როდესაც შენთან ადამიანი მოვა, სტუმარი, ხო? შეიძლება სურათად დაახვედრი, სურათს ვერ მიირთმევ. შესაბამისად, ზუსტად ის უნდა დაახვედრო, რაც გადაუვე, ხო? სოციალური რეკლამა უნდა იყოს ძალიან მაგარი, რომ სოციმედიითაც გავაკეთოთ. ფაქტის ავსახველი უნდა იყოს, უბრალოდ სწორად გადაღებული, რომ არ გააფუჭო ის, რაც რეალურად გაქვს. ამ შემთხვევაში, როდესაც დავუშვათ ამ საქმიანი სამყაროს სხვადასხვა მხარე ერთმანეთს ხვდება, ხო? ერთია რომ საბანკო სექტორი მთლიანად, რომელიც ასე ვთქვათ, უზრუნველყოფს ფინანსურად ბიზნესს, იმიტომ რომ ახლა ყველა სტარტაპს თავიდანვე რაღაც თანხარა აქვს, ან შესაბამისი რაოდენობის თანხარა აქვს და დავუშვათ თავისი წვლილი პასუხისმგებლობა და თან ისიც რომ ბანკებმა იციან, ხო, რომ ისინი პირდაპირ ამ ბენეფიციარებზე არიან დამოკიდებული მათი წარმატება. ასევე ბენეფიციარების ასე ვთქვათ ცნობიერებას იმაღლებენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ცხოვრებაში ბანკებისნაირი ფინანსური ინსტიტუტები, სასურველია ამ შემთხვევაში ბანკები იყოს, იმიტომ რომ ეს ძალიან გამყარებული, ასე ვთქვათ, იურიდიულად და ასე ბევრი ესეთი გამყარებული ფაქტორია, უნდა იცოდნენ, რომ ისინი არიან ამათი მხარდამჭერები და ზურგის გამმაგრებლები. კი, ძალიან მნიშვნელოვანია მართლა ბანკების და ფინანსური ინსტიტუტების როლი და გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ გვიწევს რომ გავაერთიანოთ და ვიცით სხვადასხვა ბიზნესში რა ხდება, ჩვენთვის ჩვენი პასუხისმგებლობა გარკვეულწილად ისიც არის, რომ მაგალითად პროკრედიტში ბანკირებს არ ქვიათ ბანკირები, ქვიათ ბიზნეს მრჩეველები და ჩვენი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა პრინციპში, მაშინ როცა მათი დაკრედიტება ხდება, მაქსიმალურად მოხდეს ისე, რომ მომავალში არ შეექმნათ პრობლემა, არ გამოვიდეს ისე, რომ გავეცით უფრო მეტი თანხა. ხო, თავარია ფაქტი შედგეს თანამშრომლობის სწორი.
ლოგიკური სწორი და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საუბარი იმაზე დაკრედიტებაც, დაკრედიტება არის მთელი მოკლედ ესე ფილოსოფია მე მარკეტინგს წარმოვადგენ ბანკის და ეს ძალიან დეტალურად ფინანსურ ნაწილზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია დაკრედიტების ნაწილიც ის თუ როგორ დაითვალოს შემოსავლები, როგორ დავითვალოთ ის თუ მომავალში რა ფინანსური მოგება შეიძლება კონდეს კონკრეტულ, არ ვიცი, თუნდაც სტარტაპს და საკუთარი ძალებით ალბათ საკუთარი ძალებით და სწორად წარმართოს და ძალიან ხშირად სწორედ ბანკების როლი და ბიზნეს მრჩეველების როლი ზუსტად იმაშია, რომ მიეხმაროს მაქსიმალურად, აი, საოჯახო სასტუმროებზე იყო საუბარი და ამ ხალხს ძალიან კარგი ცოდნა აქვს იმის თუ როგორ გაუმასპინძლდნენ შეიძლება, ანუ ძალიან კარგად იციან თუნდაც, ანუ აჭარის რეგიონზე რომ დაუკონცენტრირდეთ, როგორ გააკეთონ აჭარული კერძები, თუნდაც ლოკალური ღვინო როგორ მიაწოდონ, თუმცა ამ ხალხს არ აქვთ ძალიან ხშირად იმ კუთხით განათლება თუ როგორ მართონ ფინანსურად ეს ყველაფერი. აი ზუსტად თუნდაც თქვენ რო ახსენეთ მცირე ბიზნესი საშუალოდ გადააქციო და საშუალოდ და როგორ ეტაპობრივად თუნდაც მაგალითად რა დროს ისარგებლონ კრედიტით, ძალიან მნიშვნელოვანია კრედიტის ნაწილიც კი არა, თუნდაც შენახვაც. როცა არის ჰაი სეზონი, მაღალი სეზონი ეგრეთ წოდებულად, სწორად დაიგეგმოს ის, რომ რაღაც გარკვეული თანხა გადაიდოს ზუსტად იმიტომ, რომ სტაფის კრიტიკული რაოდენობა სეზონის დაბალი სეზონის დროს შეინახონ მაგალითად და არ მოუწიოთ თავიდან შეფსარეული ყველაფერს ცოდნა უნდა ყველა დეტალს ბიზნესში განსაკუთრებით და მართლა კარგია რომ ამ ყველაფერზე ზრუნავთ. თქვენ ახსენეთ ძალიან ბევრი კომპანია, რომელიც ჩვენს ქალაქს ალამაზებს, ამშვენებს, რა ვიცი, ტკბილეულით, ყველაფრით, მშენებლობით. აი დაკვირვებიდან გამომდინარე, თქვენ თავად თქვით, რომ ჩვენ ვაკვირდებოდით, იყო ინტერაქცია, უკავშირი, სად არის პრობლემა? ჩვენ ყოველთვის დადებით მხარეებზე ვსაუბრობთ ხოლმე და ჩემი მაგალითად პირადი მოსაზრება არის ის, რომ აი პრობლემაზე უნდა ვისაუბროთ, რომ პრობლემა გამოსწორდეს. სად იყო პრობლემა და სად ნახეს მათ თუნდაც შვება და აი სოდნა გამოამჟღავნეს ყურადღებით, რომ აი აითვისეს ეს ყველაფერი და გაუხარდა და წავიდნენ სახლში გახარებულები რეალურად. ძალიან საინტერესო კითხვა. მე გეტყვით, რომ ზოგადად ტურიზმის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა, რომ გვინდა ყველას ჩავერთოთ და გვიხარია, რომ ბათუმში ბევრი ტურისტია, მნიშვნელოვანია, რომ როცა ბიზნესი იწყებს ზრდას, რჩევები ზუსტად ექსპერტებისგან მიიღოს, მათგან ვისაც უკვე გამოცდილი აქვს და შესაბამისად მაგალითად გასტრონომიის ექსპერტისგან მინდა ერთ-ერთი რჩევა გავუზიარო ჩვენ მაყურებელსაც, რომელიც გაჟღერდა რესტორნის მშენებლობის დროს, უკვე როცა გინდა რომ ბიზნესი დაიწყო, ჯერ შეფი უნდა აიყვანო და შემდეგ აწყო მთლიანი დიზაინიც, თუნდაც ჭურჭელი, ეს ერთ-ერთი რჩევა გაზიარდა და ჩვენი სტუმრებიდან კვების სექტორიდან საკმაოდ ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი იყო და ერთ-ერთმა ეს გააჟღერა, რომ ეხლა გეგმავდიო, უკვე ადგილიც ავარჩიეო და უნდა დამეწყო შეფის მოძებნაო. ეხლა უკვე დავიწყებო. ანუ პიროვნების გარშემო შენდება ობიექტი და რო წავიდეს და უშოთ ის შეფი რაღაცა ვერ შეთანხმდეს საბოლოო ჯამში. მე შენობა უნდა შეიცვალო. სულ შეფი უნდა იყოს გამზადებული, მაგრამ ხო მნიშვნელოვანია რომ მასთან ერთად დაიწყოს იდეა, რომელიც შემდეგ უკვე სტუმარზე მიწოდება, მოაწონებს ამით თავს და თუმცა მარტივი არ არის, კადრების დეფიციტი გვაქვს, იმიტომ რომ აი ეს ტურისტებიდან გამომდინარე ტურიზმი, ეხა 4 სეზონით უკვე მე უნდა შეკიდაო. ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც ბიზნესმა ვერ გაუძლოს საკუთარ ზრდას. ანუ თითქოს და წარმატება ხვდა წილად და აი აქ დაიწყო პრობლემები. იმის მაგივრად რომ ნუ თითქოს ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო. სწორედ მაგიტო მოხდა ამ რჩევების გაზიარება, რომ თავიდანვე გაწერილი ქონდეთ რა არის გეგმაში, რას აპირებენ ისინი, ვინც ვერ შეძლებენ თქვა ზრდას, თავიდანვე დაგეგმონ როგორ ანუ დაუგეგმავი ზრდაც საშიშია, ხო? კი, კარგია, მაგრამ შეიძლება მე უფრო დიდი კოლაფსი გამოიწვიოს, ამიტომ საჭირო არის რჩეულების მოსმენა, რჩევების გაზიარება და სისტემატიზაცია ალბათ პროცესის. შემდეგი გაჩერება სად გაქვს? პირველი გაჩერება ბათუმი იყო. კი, რეგიონალური შეხვედრების, ბიზნეს შეხვედრების ნაწილი, რომელიც პროგრამა წამოიწყო, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ რეგიონის მიხედვით ავარჩიოთ თემა. ბათუმის შემთხვევაში, რადგან ტურიზმი და ზუსტად სტუმარმასპინძლობა არის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო, ესე ვიტყოდი მთელი რეგიონის, თუმცა შემდეგი გაჩერებები არის ქუთაისი, ზუგდიდი და თელავი და ამ შემთხვევაში უკვე თემები რეგიონალური შეხვედრების იცვლება და ერგება ზუსტად რეგიონს. ალბათ თელავში მოგვიწევს ისევ ცოტა ზუსტად ღვინის თემატიკასთან და სტუმარმასპინძლობის ნაწილთან დაბრუნება, იმიტომ რომ კახეთიც ასევე ცნობილია და მათთვისაც მათი ძირითადი საქმიანობაც ძალიან ხშირად ადგილობრივი ბიზნესები სწორედ ამას უკავშირდება. ხო, თუმცა ანუ მიუხედავად რა გამოცდილებით მოვა თქვენთან ასე ვთქვათ ბენეფიციარის მონაწილე, შეუძლია თავისუფლად მოგვარდოთ. ზუსტად და ძალიან მნიშვნელოვანი წეღანინის რაც თქვა იმას დავამატებდი, რომ მგონია რომ გუშინდელი შეხვედრიდან
და კონფერენციიდან რაც წაიღეს, არის კიდე კავშირები. ერთმანეთის გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია. კი, თუნდაც დარწმუნებული ვარ, რამოდენიმე გამომსვლელი ზუსტად საუბრობდა ციფრულად როგორ შეიძლება გავმართოთ ბიზნესი და რატო მნიშვნელოვანია. ჯავშნები არა მხოლოდ მარკეტინგის ნაწილი, რა ტექნიკურად ეს ყველაფერი გაიმართოს. დარწმუნებული ვარ, ბევრმა შემდეგ მიმართა რჩევისთვის, კონსულტაციისთვის, ერთმანეთთანაც ზუსტად ვის რა პრობლემა აქვს, ძალიან ხშირად საკუთარ გამოცდილებაზე სწავლა ყოველთვის ძალიან კარგია, მაგრამ ყოველთვის ყველაზე კარგი არ არის და ზუსტად იმიტომ რომ მსგავსი სფეროს წარმომადგენლები იყვნენ, აზრები გაცვალეს და 250 სტუმარი იყო დაახლოებით, შესაბამისად ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გააგრძელებენ ურთიერთობას და რაღაცნაირად საწყისი ეტაპი იქნება თუნდაც მათი ახალი კავშირების დამყარების და ბიზნესის ზრდის თუნდაც. ანუ ხეშად რო თქვა ბორბალის გამოგონება თავიდან არ არის საჭირო და 2000 და 5000 წლის წინანდელი ქვის ბორბლების თვალ, როდესაც აგერ გაქვს რაღაც ნახაზი, რომელსაც გაგიზიარებს ადამიანები კონფერენციაზე და როდესაც შეგიძლიათ თანამედროვე ბორბალი გააკეთო, რომლითაც გაცილებით ადვილად იმოძრაე ვიდრე იმ ურიკით, რომელიც ნამდვილად. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. შემდეგი გაჩერება. ჩვენს თავს უსურვებთ წარმატებებს, როგორც ჩვენ აქ ორს, ასევე საზოგადოებას და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც მოგმართავთ და ვინც მიიღეთ მონაწილეობას ამ კონფერენციაში. ჩვენ რამდენიმე წამი დაგემშვიდობებით და ისევ დაგიბრუნდით. დიდი მადლობა. წარმატებებს. მოკლედ როგორც ტორტზე ალუბალს ბოლოში დაადებენ ხოლმე და მგონი რომ ეს არაცაო ჩვენი გადაცემა თითქმის დასასრულს მივახავდა, მაგრამ პარასკევის გადაცემა ვერ დამთავრდება ისე რომ მერის წუთი არ დაიწყოს და მისი მონაწილე საინტერესო სტუმრების ასე თქვა შიდა სამზარეულო არ გავარკვიოთ. მე ხა მერის გავხედი არ ჩანდა კადრში და დელეგირება უნდა მოვახდინო, იმიტომ მერის წუთში ძალიან კარგ ამბებს გავიგებთ მოკლედ. ყოველ პარასკევს ჩემი რუბრიკა მერის წუთი პირდაპირ ეთერშია. დღეს ჩემი სტუმარი გახლავთ ჯერჯერობით არ გეტყვით, ვინ დავტოვებ აი ესე საიდუმლოდ და შეიძლება ამოიცნოთ აი იმ პატარა ჩემს შესავალში, რასაც მე პირადად ჩემთვის ერთ-ერთ ურსაყვარლეს ადამიანს მივუძღვნი. 7 ვარ, არასოდეს არ ვიბრძვი ბედნიერებისთვის. მე ბედნიერი დავიბადე. თუ გულში დიდი სიყვარული გაქვს, მაშინ ბედნიერება თავად გპოულობს. ეს სიტყვები ეკუთვნის ჩემს დღევანდელ სტუმარს, ადამიანს, რომელმაც ჯერ საკუთარი თავი შეიყვარა ისეთი, როგორიც არის და მერე მთელი ქვეყანა დაარწმუნა, რომ სიყვარულით ცხოვრება შესაძლებელია. ის არასოდეს ცდილობდა ყოფილიყო მოსაწონი, ის უბრალოდ იყო საკუთარი თავი, არც ჩრეული გზებით სიარული აურჩევია, მისთვის გზა თავისთავად იქნებოდა. დღეს ჩემი რუბრიკაში გია ჯაჯანიძეა, კაცი, რომელმაც ერთხელ თქვა, რასაც ელოდები, ის მოვა. მთავარია მზად იყო. და დღეს მგონი მეც მზად ვარ გიასთან სასაუბროდ. შუადღე მშვიდობის მოგესალმებით. გამარჯობა. დიდი მადლობა, ისეთი წარდგენა იყო, რომ ცოტა გავწითლდი. ბატონო გია, არ უნდა გაწითლდეთ და მე აღვნიშნე ის ფაქტი, რომ ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი წამყვანი ბრძანდებით და ზუსტად აი ამ ტექსტებით, რაც მე მაყურებელს გავუზიარე, ყველაფერი თავისთავად მოდის ცხოვრებაში. ეს ყველაფერი კავშირშია ეზოთერიასთან, ფსიქოლოგიასთან, ცხოვრების განვლილ გზებსთან, რელიგიასთან, ჩვენს გარემოს, ჩვენს ძალებზე, ჩვენს ენერგიებზე და ამიტომ გაფასებთ, რომ მე ვიცი, რომ ამ ყველაფერს თქვენ გრძნობთ. მაგრამ მოდი დავიწყოთ პატარა გია, რომელიც დაიბადა ალბათ თბილ და კარგ გარემოში, რას გრძნობდა, რა მიზანი ჰქონდა. ნუ მთელი საქართველო გიცნობთ როგორც ტელეწამყვანი, ძალიან საინტერესო გადაცემები გაქვთ, მინდა კომპლიმენტი გითხრათ, მაგრამ არ ვიცი იცის თუ არა მაყურებელმა პატარა გიას შესახებ. იცით რა, ტრაფარეტულად უნდა დავიწყო, გავიზარდეთ ძალიან ესეთ მშვიდ ოჯახში. უცნაური ვიყავი ამ გადმოსახედიდან, იმიტომ რომ არ მიყვარდა თამაში, თან არ შემეძლო კომუნიკაცია და ესე ვიზრდებოდი. თქვენ არ შეგეძლოთ კომუნიკაცია? არ შემეძლო, ისეთი რაღაცები მქონდა ბავშვობაში, ვუყურებდი როგორ თამაშობდა სხვები, ვერ ვამყარებდი კონტაქტს. ვსწავლობდი ცუდად.
და მოკლედ აი ესე ძალიან უინტერესო ბავშვობა მქონდა. თუმცა ამ ყველაფერმა მე განაპირობა ის ყველაფერი, რაც დღეს გაქვთ. აი ამ გზაზე ვისაუბროთ. ჩემი რუბრიკის ერთ-ერთი მიზანი სწორედ არის ის, რომ წარმატებული ადამიანი კი ბატონო ყველა მიცის, მაგრამ ყველას აინტერესებს, როგორ მიაღწიეთ აი ამ გზას. ნახეთ, აი მართლა როცა რაღაცას ყვები, სულ მგონია სხვა ადამიანზე ყვები, იმიტომ რომ ერთადერთი ჩემი გასართობი იყო, მე ჭიათურაში დავიბადე და გავიზარდე, საშევარდნოს კლდეს უყურებდი, იქ არის ძალიან დიდი ესეთი გამოქვაბული და სულ მეგონა რომ იმ გამოქვაბულში იყვნენ მაყურებელი და ჩემ ცხოვრებაზე გადიოდა ფილმი. ოღონდ ამაში რა შედიოდა? ლამაზად ვიღვიძებდი, არ ვისვრებოდი, აი შემეძლო თეთრი შარვალი 3-4 დღე მწმოდა. და აი ეს იყო, ყველაფერს ვაკეთებდი მაყურებლისთვის. ოღონდ ვერ ვიგებდი ეს რა იყო. რა თქმა უნდა, ამან მერე გამოიღო ის, რაც დღეს არის მაყურებელი, ქუჩაში გამოვდივარ, ცოტა უხერხული ხო, მაგრამ უნდა თქვა. რა არის იცით, ადამიანები მიყვარს ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ აი ბევრს უყვარვარ, მაჩერებენ ქუჩაში, მაღაზიებში, აი შევდივარ და ვერ ვყიდულობ ისე როგორც მინდა ბაზარში. არიან ადამიანები, ვისაც არ მომწონვარ. ოღონდ მე მათ ვუგებ. აი არ მომწონვარ, ხო გემოვნება, ხო არ უნდა და ამიტომ რა არის იცით მათ რომ ვუგებ მამშვიდებს ისევ ჩემი თავი რომ აი რა მაგარი ვარ რომ არ მოგწონვარ და მაინც გაიხარე თან აქ არის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მომენტი აი მე არ ვიტანჯავ თავს და რატომ? აი რომ არ მოგწონვარ. ახლა ამაზე გული გამისივდეს ვინერვიულო, მე ისე მინდა რომ ბედნიერი ვიყო, რომ არ დავიტანჯავ თავს. არ მომწონვარ და სხვათა შორის სტატუსებთან დაკავშირებით მე მაქვს ძალიან ბევრი სტატუსი, ჩემი ახალი ბედნიერება ისიც არის რომ ჩემი 20 სტატუსი ითარგმნა ინგლისურად და გამოდის სტატუსების მსოფლიო წიგნი და 20 სტატუსი იქნება ჩემი შესული ამ შემთხვევით არ წამეკითხავს ეს სტატუსები. დიდი მადლობა. ბატონო გია, ნახეთ ჩვენ აღვნიშნეთ რომ აი ძალიან ბევრ ადამიანს არ მომწონვართ. მაგალითად, ხო? ყველას რომ მოვეწონოთ, მაშინ ნუ აი არ ვიცი რა უნდა მოხდეს. ეს ესეც ხდება. თქვენ მიმღებლობა გაქვთ გაზრდილი ამ ყველაფერთან. ეს შემთხვევით არ მოდის, ნამუშევარი გაქვთ საკუთარ თავზე ძალიან კარგად ვიცი, იმიტომ რომ იქ ფსიქოლოგიაც ისიც ყველაფერი მეტყოლებს ამაზე, იმიტომ რომ თავიდან შეიძლება ჩვენს გქონდეს აგრესია, რატო არ მოვწონვართ? აი რაღაც კომპლექსი გაგვიჩნდეს ამ ყველაფრის მიმართ, მაგრამ მე ვაცნობიერებთ, თუ ყველას მოვწონვართ, ესე იგი არა ვარ კარგად, როგორ შეიძლება ყველას მოვწონდე? რა არ მოსწონთ მათ თქვენში. აი ეს ალბათ რაღაც გექნებათ შემჩნეული. აი ეს თავისუფლება, აი ეს სიფერადე, აი ის რომ თქვენ ხართ თქვენ და ისინი ვერ ახერხებენ რომ იყვნენ ისინი, ვინც უნდათ რომ იყვნენ, მათ ემართებათ ეს აგრესია და არ მოსწონთ. ცოტა შორიდან დავიწყებ, იმიტომ რომ მგონია რომ ეს ყველაფერი, რასაც ახლა მე ვსაუბრობ, ვიღაცას გამოადგება. ჩამოვედი თბილისში 16 წლის ვიყავი, ნათესავი არ მყავდა, ჩემი ძალიან შორებელი ნათესავი იყო, სადაც ღამეს ვათებდი, სულ მშიოდა, ოღონდ აი ეს შიმშილი იმისგან კი არ იყო, რომ დაუშვათ, აი ჯერ ერთი ფული არ მქონდა საკმარისი და ვიტანჯებოდი, აი ერთხელ ჩემი კურსელი მხდება თეატრალურის წინ და ფიგრები უნდა გვეშოვა, საკურსო უნდა გადაგვეღო და დამიძახა რომ ძალიან მაგარი ამბავი მაქვს, ფიგრები ვიშოვეო და უყურებ და აი ამ ადგილზე წვერზე ქონდა
ფუნთუშის ნაჭერი კი არა, აი ნამცეცი და დამწვარიო. დედა ვიფიქრე, ამას უჭამია ფუნთუშა. ეს იგი. ანუ რა არ მაგიცით? აი შური არ ვიცი. ნახეთ ეს ყველაფერი მოდის ბავშვობიდან. არ მიმუშავია ჩემ თავზე. ჩემი ფსიქოლოგი, ჩემი აზროვნების ავტორი იყო ბებიაჩემი. აი, მივედით. სულ მეუბნებოდა რომ შეგშურდეს, ის არ არის შენი. შენ არ მოგცა ის ღმერთმა და კონდეს მას. ანუ აი ესე მოვდიოდი და ნახეთ აი ის ვინც ვერ მიტანს თუ არ მოვწონვარ არ მოწონს ჩემი ჩაცმა აი მაგალითად ახლა როგორ მე მჯერა რომ მას არ უნდა მოვეწონო ჩემზე ახალგაზრდა ჩემზე განათლებული ჩემზე სიმპათიური ოჯახიშვილი ყველაფერი და მაინც ეს ჯაჯანიძეა კაცო იქ და ახლა გაღიზიან და განერვიულ და არ მოვწონვარ ესეც არის აი ნახეთ მართლა თავდაბალი ადამიანი ვარ ჩემი თანამშრომლები მეგობრები ახლობლები არავინ აი ნახეთ ქუჩას ვინც ალაგებს გუშინ იმ ადამიანებთან ძალიან დიდი ვიდეო გადავიღეთ და ბევრი ფოტო ნახეთ იმდენად სწორად ვიცი რომ ისინი რო არ იყვნენ ჩვენ ხო ესე კარგად არ ვიქნები ნამდვილად გეთახმებით და აქედან გამომდინარე მე დავიბადე ასეთი მართლა ასეთი დავიბადე დედაჩემს ეუბნებოდნენ პატარა რო ვიყავი რომ ვაიმეო მიიყვანეო ექიმთანო აი რაღაცა გამოლენჩე აი სულ მიკვირდა ბუნება აი ბუნება მიკვირდა მე ვარ ვეგეტარიანელი სულ გაოცებული ვარ დღემდე ეხლა გოჭი ვაჩუქე ჩემს მეგობარს ბათუმში და ნუ ყველა მხიარული ვიდეო გადავიღე რომ ცხოველის უფლებები დაარღვიე და ძალიან ალალად მივწერე რომ მე ვთქარი გოჭს რო ჭამ თქვენ ეს უფლება არა გოჭმა ინერვიულა აი არ გამოვყევი მე ვაიმე ბოდიში მაპატიეთ ვაიმე გოჭმა რო ინერვიულა არ ვიცოდი ანუ აგრესიით არ პასუხობ არასოდეს აი არ მახსოვს შეგიძლიათ ნახოთ სოციალურ ქსელში დაუწყებლი ვარ ვიღაცა საანცუდი რაღაცები დაუწერიათ არაუშავს გული უნდა რომ მოიოხოს მაშინ ჯერდებით თუ არა ბატონო გია იმაზე რომ ცხოვრების კანონზომიერება აი კარმა რასაც ვეძახით ზუსტად როდესაც ადამიანს აქვს ესეთი სუფთა გული ის რასაც ოცნებობს სამყარო მას ყველაფერს ჩოქნის ეხლა ძალიან სუფთა გულიც არა მაქვს ეხლა არის პატარა ხოხმა და შური თუ არ გაქვს და ადამიანებს არ ყვებით და აგრესიაში არ ერთვებით ეს სუფთა გულია ამ ყოფით ცხოვრებაში მაშინ ეხლა რელიგიური გზით უნდა ვიცხოვროთ და მოვინანიოთ ყველაფერი იმიტომ რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ცოდვაა ეგრე რომ გადავხედოთ მე მაინტერესებს თქვენი განათლება იმიტომ რომ ვიცი რომ ჟურნალისტიკა არ გაქვთ დამთავრებული გაქვთ დამთავრებული მაგრამ წამყვანობის კუთხით ცოტათი გვიან მოხდა ამ ყველაფრის რეალიზება ნახეთ შეიძლება ეს არ გწოდნოდათ არ არის სავალდებულო ყველაფერი ვიცოდეთ. ნახეთ გეტყვით ერთ რამეს. სხვა პროფესიები გაქვთ ათვისებული და ამიტომ ვიგულისხმებ. ხო, ნახეთ, ესე იგი პირველი რაც რომ ჩამოვედი თბილისში, პირველ წელს ვერ მოვეწყე, იმიტომ რომ ეთერი გუგუშულმა მითხრა, რომ ხარ ძალიან დაბალი და შენ გმირებს ვერ ითამაშე. თეატრალურ უნივერსიტეტში? კი, მაშინ ინსტიტუტი იყო. დაუჯერე მართლა დავინახე რომ ისაბა რა ქვია დაბალი ვარ მეც დაბალი ვარ მაგრამ სახიობი ვარ არა ნახეთ მაშინ სხვა დრო იყო კი ბატონო მესმის ძალიან გავაიგივე ხა მე მოკლედ არაფერი ჩავაბარე საბუღალტროზე არ მინდოდა გამეცდინა
წელი. ეს იყო 6 თვიანი კურსი და მე ჩავაბარე სამშენებლოზე. კაფელის გაკვრავის სწავლე. ანუ საერთოდ მიყვარს სწავლა როგორ, აი ახალი რაღაცეები მიყვარს. ნუ ეს სამშენებლო დავამთავრე კაფელის გაკვრა ვისწავლე. ამასობაში რამდენი წლის ხართ? წლები არ მითხრა წლები, იმიტომ რომ ნახეთ, მაშინ უნდა გითხრა რომ 99 წელს როცა დავამთავრე არა მაქვს. ხო, არა უკვე იმიტომ რომ მესამე ფაკულტეტია უკვე როაბარა. არა, ეს ნახეთ როგორი ფაკულტეტი. პარალელურად აკეთებდით? არა, ფაკულტეტები კი არ არის. ნახეთ, ეს არის კურსები. დაიცა რა ერქვა ადრე. ფეზაოს ეძახდნენ პროფტექნიკუმის სასწავლებელი. ანუ სპეციალიზაციას სწავლობდი. მე უკვე ჩავაბარე თეატრმცოდნეობაზე, იმიტომ რომ დაბალი ვარ და ვაიდა. ეს მეოთხე. მე დავამთავრე დიპლომი არ დავიცავი, ჩავაბარე კინოსარეჟისოროზე, სადაც დიპლომი მაგ და სხვა აჭარა, ნახეთ, აი სულ გული მიჩვილდება ხოლმე, მე არ მქონდა მაგ დროს მეყიდა ფირი და აჭარაში ერთმა ადამიანმა დამაფინანსა სცენარი რომ მოუყევი, წავედი და გადავიღე ფილმი. მე ქართველი ვარ. და არასოდეს არ მავიწყდება ის კაცი, 90 წლის კაცი, რომელიც დამტვრეული ქართულით ლაპარაკობდა, მეწისქვილე იყო. და აი ბევრი ქართველები გადავიღე და რო ჩამოვედი, მივედი ამ ბატონთან, ვინც დამაფინანსა და აი აღარ მახსოვს როგორი მადლობა გადაუხადე და ყოველთვის როცა რაღაცას ვსაუბრობთ რაღაც ყოველთვის ვახსენებ ხოლმე და კიდე რა მაგიცით მადლიერების გრძნობა მაქვს საოცარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აი სულ ხოთაშორის საყვედურს მეუბნებიან ხოლმე გადაცემის დროს მადლობა ამას მადლობა არ დაიწყო ახლა მადლობები ცოტა გადაჭარბებულად ვიცი ემპათიურიც ხართ და ამიტომ შეიძლება რაღა ვარ აღარ ვიცი და ამ ბატონზე აუცილებლად ვიტყვი ეს ბატონი გახდათ ასლან აბაშიძე არაფერი ინტერესი არ ქონდა მას სიუჟეტს ვაკეთებდი მაშინ მოამბეში მუშაობდი და მითხრა რა დამთავრებული მე ვთხარი დამთავრებული კინო ოღონდ და მე გაგიშვებო მითხრა მოდი ერთ ძალიან საინტერესო ამბავსაც ვიტყვი ამასთან დაკავშირებით რომ მითხრა რომ გაგიშვებო და რომელ კინოს ამთავრებო და მე ვთხარი ხატრულს მეთქი ხატრული კინო იყო და აუ მეო ხატრული კინო მე დოკუმენტური კინო მიყვარსო ძალიან და ბევრი ფილმები მაქვს მაშინ კასეტებზე იყო და აი იმერული არაჭკუა მაქვს ცოტა მე ვთხარი აი მეთქი მეც არა მაქვს მე არ მიყვარს მეთქი ეს მხატვრული კინო მეც მართლაო და სცენარი მე ვთხარი კი მეთქი რა სცენარი გაქვს და რო დავიწყე დედას ფიცა ვარ ვიტირე ვაიმე იქვე შეთხზე იქვე მოვიგონე ყველაფერი მოვიტყუე გაგიჟდა და გამიშვა ჩამოვედი და ვერაფრით ვერ მოვისვენე აი სულ ფიქრობდი რომ აი ეს არ გამოვა რომ მე არ ვთქვა სიმართლე და ავდექი და მოუყევი ყველაფერი და იქ იყო ისეთი აი მისტიკა ეზოთერიკა ჩემი მთელი ცხოვრება არის ძალიან უცნაური ბევრ რამეს ვერ ვყვები იმიტომ რომ არ დაიჯერებენ ამბავი რომელიც მოვიგონე ეს იყო მსხლის ხე რომლის ნერგიც წაიღო კაცმა ბათუმიდან რო წავიდა და ეს მსხლის ხე არსებობს არის და აი ამ ხის გადაღება მინდა მეთქი
და საიდან გაიგეოდა მეუთხარი ბებიაჩემს მივყავდი მაშინ აბანოები იყო ესეთი რაღაცა და ბათუმელი ბერიძის ქალი დაგვემგზავრა მეთქი და ამ ქალმა მოყვა მეთქი რომ აი ბაბუაჩემი პატარა იყო რომ წავიდნენ და ფეხით გზადაგზა ასველებდნენ ეზოს მსხლის ნერგს და დღესაც დგას მეთქი ნუ ჩავედით ვიპოვეთ ვიღაც ნიორაძე კაცი წაგვიყვანა იქ გვაჩვენა რაღაცებს ვიღებთ მოკლედ გადასარევად ვარ და თქვა რომ მამიდა მინდა გაჩვენო გაგაცნო მამიდაო ორი გაუთხოვარი მამიდა მყავს მივედით ამ მამიდასთან მამიდებთან ესენი ნუ აი არ გადაგვაღებინა მამიდებმა თქვეს რომ არ შეიძლება ნუ რაღაცა შედვართ ლაპარაკობთ რაღაცა და არაფერი ჩვეულებრივად და ერთ-ერთი მამიდა ამბობს ჩვენო ბათუმიდანო რო წამოვედითო არა მამა რო წამოვიდაო პატარა იყო და ეზოშიო მსხლის ნერგი გქონდაო და ეს ოღონდ შეიძლება ადამიანმა თავისმა ტყუილმა ადამიანი გააგიჟოს და გავგიჟდი რომ როგორ ეს მართლა მოვიტყუე და მანამდე ჩემი მეგობარი რომ მივდიოდით რამ ეხლა მე უთხარი მსხლის მეტი რა იქ და ძველ მსხალს დავიდახავ და ჩამოვედი. აი ესე მოუყევი ზუსტად. შემთხვევით არ დაიწყეთ თქვენ ამაზე საუბარი, მე ბევრჯერ მინახავს თქვენი გადაცემები აღნიშნეთ და ხშირად გაქვთ ხოლმე ეგ ეზოთერიკა, ყველაფერი აბსოლუტურად მაგია, ნანახი მაქვს ეს გადაცემები და თქვენ თავად რო ფლობთ ამ უნარებს, ეგეც ვიცი, იმიტომ რომ თქვენ სამეგობროში როგორც კეთილი, ჯაჯო ესე გეტყვით, ხართ ძალიან ერთგული ადამიანი და უკავშირი ხშირად მომისმენია გადაცემების დროს. საიდან გაქვთ ეს? ანუ დაბადებიდან გრძნობთ ამ ენერგეტიკას. ან რაღაც მოხდა თქვენს ცხოვრებაში, აი ქვებიც გიკეთიათ, ვამჩნევ, აი ასხივებთ, ასტროლოგიურადაც უნდა გკითხოთ, მე მიყვარს ასტროლოგია, რომელი ნიშანი ხართ? მე ვარ ვერძი, ოღონდ არა ვარ ტიპიური ვერძი. კი ბატონო, 14 პლანეტაში. ნახეთ ახლა ვერცხული ხო არ გყავთ? არა. ნახეთ ვარ ვერძი, რომელსაც უნდა პირველია. აბა ვინმე დამიგდეს. ოღონდ ნახე ქართველი ვარ. ვინ გაპატიებს პირველობას, წაგაწყვიტავენ თავს. და თან მე ჩამოვედი სოფლიდან რაღაცა არა. აი არასოდეს პირველი არა ვარ. ეხლა უკვე წამოვიჩიტე, უკვე გამოვედი და უცბად სიტუაციაში გამოიკვეთა ლიდერი. მე ვარ ლიდერი, მაგრამ გამოიკვეთა. ეხლა მე ის გადამყლაპავს. თუნდაც ეხლა ახალგაზრდები რა სამწუხაროა ჩვენ ქვეყანაში? არა, მე სასწაული ხერხი მაქვს, რომელი ხერხი შეიძლება გამოიყენოს ყველამ. მე ამ ახალ ლიდერს ყველაფერს უკეთებ, რომ წავიდეს წინ. წინ უნდა წავიდეს. მაგრამ არა, მაგრამ წინ რომ მიდიხარ, წინაურდები და მიდიხარ. მიდიხარ, სიკეთით გიშორებ. გეხმარები, ყველაფერს გიკეთებ. და დავრჩი ისევ მე. მოვიდა ვიღაც ახალი ლიდერი, ისევ. და ერთი სიტყვით ესე ცხოვრობ და რა არის იცი? აი სიხარული, ბედნიერი, აი ყველაზე გაჭირვებულ დროსაც კი ბედნიერი ვიყავი. და არასოდეს არ მაქვს რა, მაშინ რომ ბედნიერი ვიყავი, სულ ბედნიერი ვარ. აი მე ბატონაგია, ვრთები ხო არ გაქვს? აჭარა, რა შუაშია, კაცო, ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ. ისეთ ენერგიებს ასხივებ და ისეთი სწორი მიმართულებით ლავირებთ ყველაფერს, რომ ეს გენეტიკურად გაქვს. წინდახედული ვარ. კი ბატონო, ლოგიკური აზროვნება, გამჭრიახი გონება, ენერგიები ყველაფერი ერთად. ეხლა გეტყვით ერთ და კარგი არტისტი იქნებოდით, თუმცა ხართ. ეხლა ახლა ამხელა შოუ. სცენაზე დრამატული და კომედიურ როლები. ქალბატონ ეთერის ხო დაუჯერე მე. დაბალი ვარ და გმირს ვერ ვითამაშებდი. კიდე კარგი რო დაუჯერე. ეხლა მთავარი როლი მაქვს, რასაც მინდა იმას
თამაშობ. ნახე ჩემი ბედნიერების კიდე მე ვეძებ ადამიანებს, რომელსაც ვეხმარები. მე ვცნობ ნიჭიერ ადამიანებს. მარტო იმას კი არ ვცნობ, რო არ ვებასები. ბათუმში აღმოვაჩინე 8 წლის წინ ჩამოსულა ებრაელი ბიჭი, მომღერალი, რომელსაც აქვს საოცარი ისტორია. შლომო ელჰარარ, ვისაც გოჭი ვაჩუქე. და წავიყვანე გადაცემაში მივაღებინე მონაწილეობა, აქ საოცარი ხმა. აი ვერ წარმოიდგენთ როგორ მიხარია, თან მე აღმოვაჩინე, თან ვცდილობ რომ ეს ადამიანი წინ წავიდეს და აი ესეთი რაღაცები მართლა მაბედნიერებს. ეს ყველაფერი თქვენ ასმაგად გიბრუნდებათ, სიკეთე ბრუნავს, რასაც გავცემთ. არა, აი უანგარო სიკეთე. ალბათ ჩვენ არავისგან არაფერს არ უნდა მოველოდოთ, ჩვენი სულისთვის და შინაგანი სამყაროსთვის უნდა ვაკეთოთ ეს ყველაფერი. იმ წუთას ხო ადამიანი ბედნიერებას განიცდის, როდესაც სხვას უკეთებს სიკეთეს. ხო, მაგრამ აი ეს ყველაფერი არის ლაპარაკი და ტექსტები. უნდა იყოს რეალურად ეს ყველაფერი. აი ნახეთ, გეტყვით ერთ მე სასწაულად დავეხმარე ერთ ოჯახს, სასწაულად ყველანაირად და ძალიან წინ წავიდნენ და ეს ადამიანები შემხვდნენ ძალიან სერიოზულ სიტუაციაში და არ მომესალმენ ისე, როგორც აი ეხლა არ ვიცი როგორ უნდა და დამთავრდა. წამოვედი სახლში და იმ ღამეს, ამას გეუბნებით ალბათ 20 წლის წინ. იმ ღამეს მე სიკვდილს ჩავხედე თვალებში. ვეღარ ვსუნთქავდი, დამეწყო სპაზმები. ვიხჩობი, რომ ეს ადამიანები რატომ არ მომესალმენ? ანუ რატომ არ დაინახეს ჩემი სიკეთე? ინერვიულად. და ნახეთ, აი გონება ისევ. კაცო, მე რო იმათ ვეხმარებოდი, მათ არ უთხოვიათ ჩემთვის. მე ვქენი და ეხლა რას ვითხოვ? ამიტომ ამის შემდეგ აღარასოდეს ჩემთვის აღარ არის უმადური ადამიანი. გაგიკეთებ, გინდა დაინახე, გინდა ნუ დაინახებ, მე ვიყო კმაყოფილი და მე ვახარებ ჩემ თავს. არ დავეძებ. ამიტომ სიტყვა უმადური არ მიყვარს, არ ტერმინი არ ამაქვს ესეთი და ამ გამთავისუფლდი და ვარ ბედნიერი. შვენიერი. აი ამ ბედნიერ ტალღაზე დაგემშვიდობებით და სულ ესეთი ბედნიერი, წარმატებული. აი ესე ასხივებდეთ თქვენს ენერგიას, მე დარწმუნებული ვარ, ეხა ისეთ გზაზე გახართ, ვერც მარჯვნივ წავა ადამიანი და ვერც მარცხნივ პირიქით გაუზიარებთ თქვენ ამ ყველაფერს. რაღაც უნდა გაჩვენო. ვაიმე, დიდი მადლობა. აი ეს არის, ნახე, ეს არის პაწაწინა სპილო. გიждები სპილოებზე. ნახე, ეს არის ბედნიერების ბარაქის და ასე შემდეგ. თან ძალიან გულით გაძლევ და მინდა რომ ბედნიერი იყოთ. გაიხარ. დიდი მადლობა. პირველი საჩუქარი მაქვს ეთერში ეს რუბრიკაში. სულ ბედნიერად და წარმატებულად იყავ. უღრმესი მადლობა, დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ ბატონო გია. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. ჩვენ კი პაატად რომ მოვიდა მაყურებელს დავემშვიდობოთ, ხო? ძალიან ინტერესით გვისმენთ. მე ფაქტობრივად პირველად იყო რომ ტელევიზორში რასაც უნდა ვუყურებდი, იმას ცოცხლად ვუყურებდი და ძალიან კარგი იყო, დიდი მადლობა. გაიხარეთ, რომ გვესტუმრეთ და ასე ცოცხლად მოვისმინეთ, ძალიან ბევრი კარგი გასათვალისწინებელი რაღაც და სხვათა შორის კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ მაყურებლებს, რომ რამე თუ მოგეწონათ, მით უმეტეს თუ შემოგვიერთეთ გვიან, ყოველთვის გაქვთ საშუალება დღევანდელი ინტერნეტის საშუალებით გადაახვიოთ, თავიდან ნახოთ და გაიზიაროთ გამოცდილება და თქვენაც გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება. ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ რჩევებს. კარგად დამთავრდეთ. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა თქვენ.